მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და ეს არის კრევის სამყაროს მორიგი გადაცემა. ჩვენი ვიდეოები აგრეთვე იტვირთება YouTube-ის არხზე Boxing Georgia. რაც შეეხება დღეს ჩვენს გადაცემას, ყავს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტუმარი. ეს არის ამაგდარი დამსახურებული მწვრთნელი და ამავდროულად ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეც ბატონი ვალერიან ბურჯანაძე, რომელიც ამჯერად არ იმყოფება საქართველოში, ის მოღვაწეობს პეტერბურგში და სწორედ იქიდან ჩაგვერთვება ჩვენ პირდაპირ რეჟიმში. მოგესალმებით ბატონო ვალერი, როგორ ბრძანდებით პირველ რიგში და თქვენთან საუბარი მე მინდა დავიწყო ასეთი კითხვით. მე სოციალურ ქსელებში ვნახე რამოდენიმე დღის წინ თქვენი დადებული ვიდეო, სადაც თქვენ შვილიშვილს ასწავლით კრევის ანაბანას. მოგვიყევით როგორ რა საქმიანობთ ეხლა მანდ, მოგვიყევით თქვენს შვილიშვილზეც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კადრები იყო, რომელიც მე ვნახე აი ამ სწავლების პროცესში. შვილიშვილი. მოკლედ, რა ვთქვათ, ჩემი შვილიშვილი იყო კარატისტი. მამა შეიყვანა კარატეში და დიდი მონდომებით ვარჯიშობდა და გამოდიოდა შეჯიბრებზე ევროპის პირველობაზე პატარა ბავშვებში მესამე ადგილი იყო, სანქტ-პეტერბურგის პირველობაზე ორჯერ გაიმარჯვა. მე გული მწყდებოდა რომ კრივისკენ არ ეხელებოდა და მე კიდევ მეგობრები შემოსავლები წერდნენ რა უნდა შენ შვილიშვილს კარატეში. ნუ ახლა მეცხრე კლასში და ეს კარატე მოწინდა ეთქობა და ხო აი თუ შეიძლება ბაბო კრივი მასწავლებდა და ეს იყო მესამე ვარჯიში. მე გავიხარდა. ნუ ახლა დიდი მოკრივე თუ არ გამოვა რაღაც ბაბუათან დარჩება. ახლა კიდე შემდეგი უმცროსი შვილიშვილი მოყვა და იგის კარატითაა გართული. არ ეხედება კრივისკენ, მაგრამ გადავა იგიც მეცხრე კლასში და მომაკეთა. თუ იქნება ფალო. თუ იქნება. ნუ და ასე არის ეს ამბავი. ხო და არის წელიწად და მეც მიხარია პენსიონერი ვარ, მოკლედ ვთქვა. მაგ კიდევ პატარა სხვა საყვარელი საქმე ეს არის ჩემი პატარა ხელოვნება, ჩემი ხალხური რეჯის ოსტატი ვარ მე. ეწოდებით საქართველოში ეს იყო ასეთი წოდება საბჭოთა კავშირის დროს და ეს წოდება დროსაც მაქვს. ქონდა ჩემი პატარა წარმოება, საიუველირო წარმოება. ნუ მე პენსიაში ვარ და ჩემი რაღაც ვაკეთებ, ფიქრობ, რითქენ დროს არ ვკარგავ. და სიბერეზე აღარ ფიქრობ. აკეთ კრივი, აკეთ ჩემი პატარა საქმე, ცხოვრობთ. ბატონო ვალერი, ძალიან საინტერესოა, თქვენ პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ სიბერის არაფერი გეტყობათ, იმიტომ რომ ძალიან შემართებით ხართ და ძალიან ყოჩაღად და ყველანაირად კარგად და ძალით თავს ნუ დაიბერეთ. რაც შეეხება მოკლედ მინდა გისურვოთ წარმატებები, რა თქმა უნდა თქვენს საქმიანობაში, თქვენ შვილიშვილსაც, თქვენ შვილიშვილებსაც, იმიტომ რომ გამორიცხულია ეს თქვენი კრევისადმი სიყვარული, თქვენი საქმიანობა წარსულის მათშიც რაღაცნაირად მაინც არ ყოფილიყო ასახული და ძალიან საინტერესო ამიტომაც იყო თუნდაც ის კადრები, რაც ვნახეთ ჩვენ სოციალურ ქსელებში. მაგრამ თქვენთან საუბარი მოდი დავიწყოთ ახლა სულ თავიდან და მოვყვეთ, იმიტომ რომ ბევრი ძალიან საინტერესო რამე გადაგხდენიათ თავს და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. როდის და როგორ გადაიკვეთა თქვენი და კრევის გზები ზოგადად? როდის ჩაერთეთ კრევში, როდის დაინტერესდით, რატომ დაინტერესდით და როგორ განვითარდა მერე უკვე თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა კრევის სფეროში? მოკლედ ვთქვათ, ჩემი დამოკიდებულება კრევისადმი არის ძალიან ისეთი რომ არ ვიცი როგორც იტყვიან ფანატიკური. ეს ბავშვობიდან მომყობა, ბავშვობიდან ვარჯიშობდი კალადურში და კრივში ერთად. ხანიკეთ, ხანაკეთ. შემდეგში მე ძმამ წამეყვანა თბილისში ისწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში და მე მწვრთნელთა სკოლაში 8 კლასის შემდეგ დამთავრების შემდეგ მოეწყო იქ ამ ტექნიკუმში, ფიზკულტურის ბაზაზე იყო ეს მწვრთნელთა სკოლა. კრივი არ იყო და კალადურში სპეციალობით მოეწყო. მაგრამ მე კალადურში არ ვარჯიშობდი, მარტო კრივი და ეს იყო ჩემი პირველი მწვრთნელი იყო გურამ ბუმბიაშვილი ჩემი
აცხოვრებს ღმერთს კარგი ადამიანი მოკლედ კრივი მიყვარდა ბავშვობიდან ეს ისეთ ქალაქია მაინც ჩვენი ქუთაისი კრივი სულ იყო ძალიან პოპულარული და სულ ჩემ ირგვლივ ვინც კი არსებობდა ვინც კი იყო უფროსი ასაკის ხალხი მოკრივეები აი ყველა ჩემთვის კუმირები იყო რაღაცის სულ ამაში ვარ გაზრდილი დედაშვილმა და ძალიან კარგი მოკრივე იყო ზურაბ ლომიძე ну რო თქვათ არ დაახონა წარმატებებმა სულ ქალაქის ჩემპიონი თბილისის ჩემპიონი მერე საქართველოსი მერე უკვე ნენელა სოხუმში მე დავამთავრე სკოლა მოვიგე საქართველოს ჩემპიონი გავხდი სოხუმში 73 წელში და მე მიმიწვია მე ლატვიის ერთ-ერთ ქალაქში დაუგავბილში ასეთი ქალაქი არის სურთნელმა ლეონარდ პურინსკი და მე წავედი ლატვიაში ну მქონდა დიდი ოცნებები მქონდა რომ დიდი შედეგი გამეკეთები მთელი სული და გული დავიწყო ვარჯიში აკეთე მე იქ ლატვიის ჩემპიონი გავხდი 75 წელს ტარდებოდა ხალხთა სპარტაკია და ტაშკენტში მე ვიყავი სულ 17-18 წლის და მამზადებდნენ იმისთვის მე იყო კიდევ საერთაშორისო ტურნირები ფერგესთან კიდევ საკავშირო ტურნირები და იქ მე შევასრულე სპორტის ოსტატის წოდება უკვე 18-19 წლის არ ვიყავი კიდევ თანაც საბედნიეროდ რო ვთქვათ მე საბედნიეროს ვიზახი ამას და ასეც არის ეს 18 წლის ქალი შევირთო შემეყვარდა ერთ პატარა გოგონა რომელთანაც უკვე 50 წელიწადია ცხოვრობ ყავს 3 შვილი იქ მე ისე მოხდა რომ გადავწყვიტე მაინც საქართველოში დაბრუნება თვითონ ბავშვები ვიყავით და შვილს ველოდებოდით უკვე და ჩემი მეუღლე სტუდენტი იყო ვიფიქრეთ რომ დაბრუნება მშობლებთან ოჯახში და გამეგრძელებია ჩემი მოღვაწეობა კრივში დაბრუნდით ჩვენ საქართველოში შეგვეძინა ორი ქალიშვილი სამი შვილი ხავს ერთი ბიჭი მყავს სინდრომით დაუნით ეს მესამე შვილი ეს უკვე ასაკში ვიყავით რომ შეგვეძინა მოკლედ დაბრუნდით საქართველოში მე გავაგზავნე ვარჯიში ძალიან დიდი მონდომებით ყველაფერი აკეთეთ ну საკავშირო ტურნირი იყო ბათუმში ეს და ფინალში ეკიმა არ დამიშვა პატარა ტრაუმა მქონდა მოიწამლ უბრალოდ და მე შემდეგი შეჯიბრი იყო კიდევ ერთი და ბეჭი ამომივარდა ფინალში საქართველოს ჩემპიონატს და ჩემი როიტყვიან მოღვაწეობა როგორც მოკრივის უკვე დამთავრდა იქ ოპერაცია გამიკეთეს და ეს იყო და ეს 21 წლის უკვე მე სუსტნელად მუშაობდი და რაც მე ოცნება მქონდა და გამეკეთებია რაღაც შედეგი დიდი უკვე ვფიქრობდი რომ ჩემ მოსწავლეებს მაინც გავაკეთებია სანამ აი თქვენ სამწვრთნელო და ძალიან კარგ გამოცდილებაზე გადავალთ მოდი ჩაგეკითხებით ბარემ აქვე როგორც მოკრივეს თქვენ როცა დაიწყეთ ქუთაისში ვარჯიში თავიდან მე გადახვედით უკვე სხვა რესპუბლიკებში და იქაც ჰქონდათ წარმატებები მე მაინტერესებს მაშინ თქვენ თქვით რომ კრივზე ვიყავი ფანატიკურად შეყვარებული ზოგადად ქუთაისი იყო და რჩება საკრივო ქალაქად არაერთი ძალიან წარმატებული მოკრივე იყო მოდი მინდა რომ გაიხსენოთ ის ატმოსფერო რაც იყო მაშინ საკრივო წრეებში ქუთაისში თუნდაც პირობები როგორი იყო ურთიერთდამოკიდებულება როგორი ჰქონდათ დარბაზში დაინტერესება თუ იყო და თქვენს გვერდით კიდევ თუ იყვნენ ბავშვების დაინტერესება თუ იყო ზოგადად კრივით და ზოგადად კრივი რა როლს ასრულებდა იმ დროინდელი ქუთაისის ცხოვრებაში აჰა კარგი შეკითხვა არის ეს ახლა მოკლედ რო ვთქვათ ხო აი ქუთაისი რაღაც ამ კრივის მიმართ არის რაღაც ძალიან აი კოლორიტულად არის რაღაცნაირად ეს კრივი მაინც ყველა ქუთაისელშია მოკლედ გაბჯუნილი რაღაცნაირად რომ აი ჩემი ბავშვობა სულ კრივზე საუბარი კრივზე აი შემაყვარა კრივი ამ აი დამოკიდებულება კრივის სადმი აი მაგალითად ჩემთვის ახლა იყო ასეთი სულ წარმოდგენი მქონდა აი მოკრივე ფრიდონ ლომიძე, თენგიზ გუჯაბიძე და სხვადასხვა აი წარმატებული კარგი მოკრივე და რო თქვა ახლა შემეკითხოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი მოკრივე სოფლიოშიო შეიძლება წამოსეს
თენგიზ გუჯაბიძე და ფრიდო ლომიძე არ არსებობს იმ ბავშვობაში რა ჩაინერგა ვერავით ვერ გადაშლის იმას დღეს კუმირები იყვნენ ესენი ჩემთვის და საერთოდ კიდევ მარტო ამ ორ ადამიანზე არა ეს ყველაფერი ძალიან ბევრი იყო ძალიან საინტერესო მოკრივეები ყველა ჩამოთვლას ვერ მოვახერხებ ახლა და აი კრივის ქალაქია რო ვთქვათ და დამოკიდებულება და სხვათა შორის კიდევ ერთი რამე მინდა დავამატო რომ სტილი რა მოკრივი სტილი ყოველთვის იყო ამბობდა აი ქუთაისელი მოკრივე აი როგორი ტექნიკურები არიან რიდან იყო ეს გამოწვეული არ ვიცი მაგრამ მე ვიცი რომ თენგიზ გუჯაბიძე რო გახდა ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ასეთი გამოწვევით ბევრი რამე ვიცი რომ სავეტსკი სპორტი წერდა სკოლა თენგიზა გუჯაბიძე ეს პატარა აღნიშნულდა საბჭოთა კავშირში როცა ერთი პატარა ქალაქიდან აი ქუთაისიდან მოკრივეს სახელს ახსენებენ როგორც ტექნიკურ მოკრივეს ამ ხალხ ბუმბერაზე ქვეყანაში ეს ძალიან ბევრი რამის ნიშნავს და ამ თეორიებზე და ამ სიმართლეზე და სინამდვილეზე გავიზარდე მე და სულ ჩემთვის დღევანდელი ქუთაისელი მოკრივე არის ყველაზე ის იმდროინდელი მოკრივეები ყველაზე დიდი მოკრივეები რა აი ეს ჩამჭა და მეც მე აი ჩემს საწვრთნო მოღვაწეობაში აი ვცდილობდი რომ ყველაფერი დაკავშირებული ყოფილიყო ამ ტექნიკასთან, სილამაზესთან, კრივის სილამაზესთან, რომელიც წარმოედგინა ყოველთვის თუ რამეს ნახო აი ქუთაისის კრივი. ნუ ასეთი დამოკიდებულება მქონდა მაშინაც და დღესაც ეს შემორჩენილი. ხო და აი საერთოდ კრივის არის აი კრივზე შეყვარებული ხალხია. მე 86 წელში, ნუ რა თქმა უნდა ეს იყო ჩემი მონდომებით ორჯერ ჩავატარე 86-ში და 87-ში საბჭოთა კავშირის პირველობა ქუთაისში. კონსტანტინ ძიუ პირველად ქუთაისში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. და სხვათა შორის ამ წონით კატეგორიაში იყო პირველი ნომერი იმ დროს საბჭოთა კავშირში პირველი ნომერი იყო დავით შარვაშიძე ჩემოსავე. და მე მახსოვს რომ რა ხდებოდა დარბაზში. აი მთელი ქუთაისი იყო დარბაზში და ისეთი არ ვიცი რომელ ქუთაისის იმ დროს დაელაპარაკო ყველა რაღაცას მოყობიან ამ კრივზე. არის ასეთი ერთი ადამიანი თემურ სომაია. ეს ასაკობრივია ის იმდროინდელია ის ლომიძე გუჯაბიძე. აი მემატიანია რო ვთქვათ რომ აი მასთან დადგომა და კრივზე საუბარი. просто როგორც აი არ ვიცი აი ლექციას აგეკითხავს ისეთ ქუთაისურ კრივზე. სულ როცა უსმედი ის მოყובდა რაღაცე მომენტებს მოყובდა სულ თვალებში მივიცინებდი რა კარგად ყოფა ეს ადამიანი და აი რაც მე მიყვარდა სულ ასეთ საინტერესო ხალხი ძალიან ბევრია ქუთაისში მეტყვით იმ დროინდელი კი და მოკლედ რა ქუთაისის კი ქუთაისი და კრივი მართლაც განუყოფელია დღემდეც და არაერთი ძველი თაობიდან მოყოლებული და არაერთი წარმატებული, არაერთი ძალიან მაღალი დონის მოკრივე გაზრდილა და დღემდე იზრდებიან და კიდევ გაიზრდებიან დარწმუნებული ვარ ქუთაისში. და ამაში რა თქმა უნდა ყველას წვლილი ძალიან დიდია, მათ შორის თქვენი წვლილი ძალიან დიდია, მე კარგად ვიცი და მოდი გადავიდეთ თქვენ სწორედ აი ამ ეტაპზე, როცა თქვენ გახდით უკვე მწვრთნელი და ძალიან ახალგაზრდული ასაკიდანვე თქვენ დაიწყეთ მწვრთნელობა, თქვენი ტრავმიდან გამომდინარე თქვენი მიღებული განათლებიდან გამომდინარე, გამოცდილებიდან გამომდინარე და მე ვიცი რომ მხოლოდ ქუთაისში არა, სხვა არის ქალაქები, სადაც ზოგადად კრივი თქვენ შეიტანეთ, თქვენ დაიწყეთ. მოკლედ მოგვიყევით უკვე როგორ გაგრძელდა თქვენი სამწვრთნელო კარიერა, მოღვაწეობა, როგორ გაგრძელდა და განვითარდა უკვე როგორც მწვრთნელის სახით. ჩემი და ესე 21 წელს ვიყავ რომ დავიწყო და ეს პატარა ბიჭები მომციცინებდნენ თვალებში თვითონ ახალგაზრდა ვიყავი და აინტერესებდათ აი რა უნდა მესწავლებია. ну რა თქმა უნდა კრივთან ერთად მე ბევრ ამას ვასწავლები კიდევ ცხოვრებისეულს. მე თვითონ არ მქონდა დიდი გამოცდილება, მაგრამ ვცდილობდი რომ რაღაც კარგი კვალი დამეტოვებია ამ ბიჭების. ცხოვრება ისეთია რომ ის დაუწერელი დაფა, აი შავი დაფა, როიტყვი არაფერი არ დაწერილი ჩარჩება მე ამ ადამიანს თემ ცხოვრება. და ეს ვიცოდი და ყოველთვის ვცდილობდი რაღაც წმინდა და სულთა დამეტოვებია პატარა ბიჭებს.
მოკლედ დავიწყე მსოფლმხედველობა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტში ნოგინ ტორთლაძე იყო მაშინ იქ კათედრის გამგე და იმან მიმიწვია პატარა დარბაზი ქონდა და ვავარჯიშებდი ბიჭებს. ისე ბევრი ბავშვები მოვაგროვე მახსოვს რომ ერთ 50 ბიჭი მყავდა მოსავლე ამ პატარა დარბაზში ვავარჯიშებდი გამოყავდა ქალაქის პირობაზე ძალიან ცდილობდი რომ ანბანი მესწავლებია და ისეთი აი როგორც თქვენ დღესაც მე ვუყურებ მაპატიეთ და აი ჩხუბი არ არის ის და დაკარგულია რაღაც ეს სკოლა რომ შენებას აძლევს კრივს გადასული არიან ჩხუბზე და ჩხუბი არა კრივი არის ხელოვნება კრივი არის როგორც ვთქვია შახვატი ჭადრაკი ძალიან ბევრი რამესთანაა დაკავშირებული ჩვეულებრივი ხელოვნება წარმოიდგინეთ ჩხუბი და ჩხუბში რა აჩვენებს სილამაზეს ეს არის ყველაზე მეტი გამარჯვება თანაც იგებ თანაც გონება ჩართული ფიზიკურადაც მომზადებული ხარ ну ძალიან ვიცი არ ვიცი ახლა მე როგორ უყურებს კრივს მაგრამ ჩემი შეხედულებით ასე იყო სულ და ასე შევა დღესაც ხოდა მაშინ რომ პატარა ბიჭებს მე საკუთარ ჩემპიონატს უტარებდი ჩემ პატარა დარბაზში პრიზებს ვაკეთებდი ჩემი ხელით და ურიგებდი და ახლაც მერეკავენ ხანახან მოსავლეები და ნონები არ გახსოვთო თაბაშირით გაკეთებული პატარა მედლებს რო გვირიგებდი ის შემოწმებული დღესაც რა სტიმულია ესეც ბავშვისთვის რომ ზუსტად რაღაცა და თან მithumetes თქვენი ხელითვე დამზადებული მithumetes გეხერხებოდათ ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ აი თავიდანვე ისეთი მიდგომა გექნებოდათ რაც მე სტიმულს მიცემდათ მათაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი არ მიცხოვრია ისე რომ რაღაც ყოველთვის ამ საქმეში მქონდა დედის სიყვარული ჩადებული და შედეგიც არ აყოლებდა შედეგი მაგრამ მოხდა ისე რომ კრებულში უნდათ კრების ჩამოყალიბება და რატომღაც შემომთავაზენ მე და მეც არ დავაყოვნე გავწავედი ვიტყვენ 0-დან დაიწყე არაფერი კრების გაჯაჯანება არ იყო მოკლედ რო თქვა მაგრამ ხელი შემიწვენ ძალიან ხელმძღვანელობა ქალაქის ხელმძღვანელობა ყველა ხელი შემიწყო და უკვე სულ მალე საქართველოს ნაკრებში მოხდა ჩემი მოსავლეები ვალერი კოვახიძე კიდევ ობოლაძე ყავდა გამოსოვი კარგი ბიჭები წამოვიდა მაგრამ ისე მოხდა მე შემდეგში რომ მაინც რატომღაც ქუთაისმა აი მიგიზიდა ქუთაისიდან გულმა გამიწემა ჩემ ქალაქში და დაუბრუნდი მე ქუთაისში მაგრამ როგორც ასეთი კრივი ჩამოყალიბე და დავტოვე ჩემი მოსავლეები იყო ნიკა მურთაზი მგელაძე დღეს თბილისში ცხოვრობს მურთაზი თავის ოჯახით ვალერი კოვახიძე ესენი დარჩენი მწვრთნელებად და მე უკვე უყურებ მაგრამ გამიხარდა რომ ტურნირი მოუგია საერთაშორისო ტურნირი ბიჩ ტრიბულერს თან ყოფილი ევროპის პრიზიორი მოკლედ დიდი სიხარული მქონდა ხო ეს ნახე თქვენი ჩაყრილი საფუძველი მოკლედ იღებს მე შედეგებს და გრძელდება და რა თქმა უნდა ეს თქვენი სასახაროა იქ ხო დავრუნდი მე ქუთაისში მაგრამ მოხდა იყო ჩემი ტრიბულში წასვლამდე აი ჩემი მოსავლები დაუტოვე მე გუგური შაბულიცის კაც რომელმაც თავის ცხოვრება კრივში ალია რო თქვენ ის ჩემზე უფროსი არის ადრე როგორც მოკრივეები ხვდებოდით ერთმანეთს ერთწლოვან კატეგორიაში ვიყავით ჩემზე უფროსია მაგრამ თანაც მეგობრები ვართ შვილი ჩემი ქალიშვილის ნათლია არის კარგი პიროვნება ხელი ცხოვრება კრივში ალია და მე მიამაყება ეს და შედეგებიც კარგი ქონდა თვითონ გურას მას დაუტოვე ჩემი ბიჭები და რომ დავბრუნდი ისევე უკვე ჩემ ბიჭებთან დავბრუნდი და ერთად დავიწყეთ მუშაობა მე და გურა და შედეგებიც იყო ნუ აღარ ჩამოვთვლი ახლა მე შედეგებს სამჭიდრო კავშირის პრიზიორები საკავშირო ტურნირების გამარჯვებულები საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და ასე რომ შედეგი იყო მე ისე მოხდა რატომღაც მე ვისურვებ ცალკე მუშაობა
ოპერაცია გამიკეთეს იმ პერიოდში მე ხელზე აი ბეჭი ქრონიკულად მქონდა მივარდებოდა უკვე რაც აღნიშნული და ხელი ოპერაცია გამიკეთეს და ისე მოხდა რომ მე და კუხიანიძეს აი ერთი რამე მინდა აღვნიშნო ძალიან ბევრი რამეს ნიშნავს ქალაქის კრივში ვინ არის ხელმძღვანელი აი როგორ ეპყრობა ის თავის თანამშრომლებს ჩვენ ყავდა დირექტორი გურამ ლორთქიპაინიცი ეს ხო გადასარევი არაჩვეულებრივი ადამიანი აი ალბათ ჩემთვის კიდევ კრივი უკვე თითქმის რაღაცუბრ დამშორდა კრივი როცა გავიგე გურამი აღარა ამხოვანას ეს ერთი იყო თენგიზა გუჯაბიძე რო წავიდა ძალიან იყო აი თუ კრივი წევიდა ჩემგან წავიდა ასე მოხდა გურამი ამ კოვიდის იმაზე პერიოდში გარდაიცვალა და ისე ხელს მიწყობდა აი მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ისეთი შექება თემირგლიო რაღაც ისეთ აურას მიდა მე ინტერესი მქონდა მეტი გამეკეთებია ეს ვიცი რომ აკეთებდა მაძლევდა ერთ სტიმულს გურამ ლორთქიპაინძე იმიტომ რომ სუსტნელი რა არის ეს როგორც რაღაცას აკეთებდა როცა უფასებენ ის უფრო მეტ უნდა გააკეთოს ასე მარტო ჩვენ საქმეში არა იგი ყველგან ასე არის ხელმძღვანელს ძალიან ბევრი რამე შეუძლია გააკეთოს ხოდა ისე მოხდა რომ მე და კუხენძე რატომღაც შევთანხმდით რაღაც მუშაობას ერთად მუშაობაზე და შევთავაზეთ გურამის რომ მოდი დავწეროთ ბრძანება ბრიგადული მუშაობა ერთობლივი მუშაობა და გურამ არ დაყონა ბრძანება დაწერა ხო და მოკლედ მე და კუხენძემ გავაგზავნეთ შრომა ერთად და შედეგიც საკმარისად იყო 4-ჯერ საბჭოთა კავშირის პირველობის გამარჯვებული მრავალგზის პრიზიორები საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები აღარ ჩამოთვლი ეს არა საჭირო უკვე ახლა მგონი ამგენი ჩამოთვლა ყველას სუსტნელებს ყველას შედეგები აქვს და ყველას რო ვთქვათ თავის წვლილი აქვს შეტანილი ქალაქის კრივში და ეს რო ჩამოვთვალოთ მე იგი ეს ეგეც უკვე ზოგიერთი არის ხო მოკლედ რო ვთქვათ შედეგი იყო და მე 29 წლის ვიღარ უკვე აი რამდენი გევდა დრო მოვანიშენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ამ საბჭოთა კავშირი რო ინგრეოდა უკვე მე წარმოგიდგენს საბჭოთა კავშირის დამსახურებაზე და ლავრომა თურქეთიდან ამერიკა მგონი მონიჭებული გაუგებდა და ჩახვიდა მოსკოვში და მე ვერ ჩამოვედი ну აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა აღარა საბჭოთა კავშირი არის საქართველო აი ცალ-ცალკე რესპუბლიკები მოკლედ ვთქვათ ძალიან ბევრი რამე მინდა სურვილი მაქვს კიდევ რომ უყურო ამ ქართულ კრივს ბატონო ვალერი მე ვიცი რომ კი აი თქვენ გაქვთ ნათქვამი წინასწარ რო საუბრობდით რომ ზოგადად ქართულ კრივზე და ქონდათ კიდე სურვილი დაბრუნების და რაღაცა და ასე შემდეგ მაგრამ მოდი სანამ კიდევ მაგ საკითხებზე გადავალ მე კიდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ თონოეც ახსენეთ და მინდოდა ამაზე მეკითხა რომ თქვენი ძალიან დიდი ჩართულობით თქვენი ორგანიზებით ფაქტიურად და მონდომებით ქუთაისში ტარდებოდა ძალიან მაღალი დონის ტურნირები და შეჯიბრები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი აგერ ახალგაზრდებს შორის ძიუ იქ გახდა პირველად თქვენთან მითხარით მოკლედ მაინტერესებს როგორ შეძელით როგორ გახვედით აი ამ ხელა კონტაქტებზე როგორი ურთიერთობები გქონდათ მაშინდელ ცნობილ კრივში ცნობილ მოღვაწე პიროვნებებთან და როგორ შეძელით რომ აი ქუთაისში პატარა საქართველოში ჩამოგეტანათ ხოლმე აი ესეთი მაღალი დონის ტურნირები თუნდაც რა თქვენ ახსენეთ ან სხვა ტურნირების ორგანიზებას როგორ ახერხებდით და რა სიტუაცია იყო და როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი მოკლედ რო ვთქვათ ყველა ადამიანი აი როგორც ინდივიდი რა ადამიანი ყველა არის აქ თავისი პლუს თავის მინუსი მე რაღაცა ისე მქონდა ეს ახალგაზრდა ვიყავი და ეთქობა უფრო მეტი გაბედაობა უფრო მეტი თავისუფლად ვიყავი ძალიან ადვილად გავდივდი კონტაქტში ადამიანებთან ზოგი იყო ჩემი დროის მოკრივეები ზოგი მე ჩემზე უფროსი ასაკის ხელმძღვანელობა მაგრამ ამას რო უყურებდნენ არა
აი ყოველ წელიწადს უკვე შედეგი მქონდა სპორტის ოსტატი, პრიზიორი, ჩემპიონი და ამის გამო უკვე ისინი მიახლოვდებოდნენ. და როცა ადამიანი აი კონტაქტური ხარ ძალიან ხო გამოგდის ეს დამოკიდებულება ადამიანებთან არავითარი ყველაფერი უბუროტობა და სიკეთით რაღაც კარგი დამოკიდებულება რა მეგობრული და ამან განაპირობა რომ ჩემი ირგვლივ შემოიკრიბა ეს რო ვთქვათ ელიტა ამ კრივის და რამე სული რომ მქონდა რამე აი თხოვე მე რომ უბრალოდ თვითონ თხოვე ასეთი რამე რომ თბილისში შარვაშიძე გახდა არა ოფარაძე გახდა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი წინაწელს შარვაშიძე იყო ხო და თვითონ კოპცელმა და ეს კოპცელი სხვათა შორის ჩემი ინვალიდი ბიჭის ნათლი არის ხო და მაშინ იყო ეს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი საბჭოთა კავშირის და მითხრა საჩუქარი მინდა გაგიკეთო ну რა საჩუქარი უნდა გამიკეთო მოთხარ უშფაში ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირის ნაკრების იქ ბაზა იქ იყო იმ დროს ტურნირის წინ ხო და მინდა შენ ქალაქში საბჭოთა კავშირის პირობა ჩაგიტარო მოთხარი როგორ ახლა ამ ხლას ჩავჯექით მანქანაში წავედით ქუთაისში შევედით მაშინ დავით ფრუიძე იყო კომიტეტის თავმჯდომარე აზრი მოეწონა აჩვენეს დარბაზი აჩვენეს ყველაფერი და ვсё ვატარებთ აქ აი ისე კარგად ჩადარდა სხვათა შორის ისეთი სიტყვა დაანახა ქუთაისმა ხელმძღვანელობას და თვითონ მოკრივეებს მომავალწელს კიდო ჭაბუკებში ჩაატარეს საბჭოთა კავშირის პირობა ამ ციურო გახდა ჩემპიონი მაშინ ოფარაძე გახდა ჩემპიონი სამხარაძე გახდა ქუთაისიდან კიდევ ჩემპიონი კარგი ბიჭი იყო ძალიან აცხონოს არც ერთი ცოცხალი არც მეორე და შემდეგ რო ჩაატარეს საბჭოთა კავშირის პირველობა მოსავლეებში მათე პირველად გახდა პრიზიორი მაშინ მანამდე მათე იყო школа высшего спортивного мастерства ჩემპიონი შის უძახობდა იგივე სკოლების პირველობა იყო საბჭოთა კავშირის მაგრამ მათე მერე კიდევ ორჯერ საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო მაგრამ ამ ქუთაისში ჩატარებულ პირველობაზე მესამე ადგილი იყო და მახსოვს ენგებარიანი მეუნება აი რასიზამო ვალერიო რო აი შევადავ შენი მოსწავლეო შენ ქალაქშიო მესამე ადგილი იყო ჩემპიონი ვერ გახდაო და ერთ რამ საინტერესო რამის მოგებობით ისეთ ადგილზე ვიდექით აი სათაფლია არის აი სათაფლიაზე ვარჯიშობდი ბიჭებს და კაგრას იმ დროს იმ ახლო-ახლოში ვიყავ და ბიჭებს რომ მიყავდა რომ ვარჯიშობდი მანქანით მივიზერდი უკან են გარბოდნენ და აი ეს ნაგძალი არის იქ სათაფლის ჭიშკარი აი იქ უნდა მისულიყო ხელი მიერთხა ეს იყო საჩემპიონო ძალიან რთული სარბენია იქ სხვათა შორის ხო და ხელი უნდა მიერთხა და აი გახდები ახალ ჩემპიონი ხარ იმ დროს აი ასეთ რაღაცას ხო мотивация რო мотивация ხო და ენგებარიანი მეკითხება აი რასიზამო ახლავდა შეხედე მოთხარ ეგერ იგილო თქვა სათაფლის ჭიშკარი მოთხარ კიო აი იქ მოთხარი მეგონა იყო ჩემპიონის ადგილი მოთხარი საჩემპიონო აი რომ მიართავდა ხელს მაგრამ არ ყოფილა მოთხარი ახლა გახედეთ მოთხარი იქეთ სხვათა შორის იქ იყო კიდევ მთელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კომიტეტის სპორტ კომიტეტის საბჭოთა კავშირის ჩამოსულები იყო ასე შეჯიბრზე ყოველთვის ჩავწადიან იქ ხო და აი მთელი როა მოთხარი ხო ხედავთ იმას ახლა იმ თემამდე უნდა ვარბენი მოთხარი იგიბარე ხორებს და გადავეხვია კარტო გაგივარჯიშ არ ყოფილი ეს ჩემპიონი ალბათ იმ თემამდე უნდა პრომეტი ვარჯიში უნდა ხო და საომავლოდ გახდა კიდეც მერე ხო ბატონი მათე კოღუაშვილი უკვე მათე რო ორჯერ მოვიდა საბჭოთა კავშირის წევრობა ორჯერ გაჭრა მერე იმ სირბილმა ხო თემამდე კი სხვათა შორის აცხონოს ღმერთმა მიშიკო კაბადაძე კარგი ბიჭი ორჯერ შეხვდნენ მაგენი ერთმანეთს საბჭოთა კავშირის პირობაზე პატარა გაურკვევლობასაც ჰქონდა ადგილი რაზეც მე გულენწდება რომ ისე მოხდა და დღესაც ჭეშკათა მაგურში მაგრამ გევიდა წლები და არ ვიცი რას ნიშნავს ეს ალბათ ეს არის ის რა ჩვენ თვალით უხილავი არის ჩვენთვის ეს უფლის სიახლოვე აი ჩემთას ვერ ვაპატიე რომ მისი მიშკო დაიჩაგრა მაშინ
თანაც მწვრთნელი ჩემი მეგობარი მურატ სვაინცი კარგი ადამიანი ძალიან მისი მოსავ მიშკოს მწვრთნელი და ასე მოხდა გაუგებრობას ხდა ეგ ადგილი ისეთ რომ იმანაც განაპირობა რომ პატარა კრიპს დავცილდი მე შეიძლება არ არის აქ მოსაყოლი მაგრამ უნდა ითქვას ფოთაშარის პატარა მოხდა ისე რომ მე გული დამწყდა სათავე რა თქმა უნდა მიშკოსაც გული დაწყდა მაშინ და მის მწვრთნელსაც მაგრამ იქ იყო ისეთ რამე რაღაც არ დავთმენ იმიტომ რომ უზბეკებს უნდა ბრძოლის წარწერა მათეს მოცილება უნდა და ერთი გზა ქონათ მარტო დარჩენი როგორ მოეცილებიათ მე მათე ფინალში და ნახევარფინალში კარგ მოკრივეს მოუგო მე ფინალში დაამარცხა მე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ეს ბიჭი ერმიხან იბრაგიმოვ კაზახი ხო და გავიდა წლები და ახლა ეს ამის აი რომ საოცრება უფალი რას აკეთებს მე ერთადერთი მომენტი იყო რომ მე ამ კრიპთან პატარა ერთი ნიშანი იგიწყო რომ დავცილ რომ ვერ ვაპატიე ჩემთას არ უნდა დაჩაგრულიყო მიშიკო არ უნდა დაჩაგრულიყო არავინ იქ მოიგო წააგო აღარ ქონდა მნიშვნელობა მაგრამ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე არ უნდა მომხდარიყო ეს მაპატიეთ ამას რომ გიყოლეთ მაგრამ ის მოსაყოლია შეიძლება ჩემთვისაც უკეთესია ეგეც და მოხდა ისე რომ გადის წლები ეს მიშკომი არ ვინახე მე მოძღვართაც ვეღარი ასე მოხდა ჩემთავს მაინც ვერ ვაპატიე რამდენჯერმე მოძღვართან მოყევი მაინც ვერ ვაპატიე რატო უნდა დაჩაგულიყო რატო განიკეთენ ეს უზბეკებმა ნუ ასე იყო იგი დამიჯინის საჯებრო მოცილება უნდა მათ ეს ენდროს მე იმდენად აი ჩემში მოსავლეებზე ვიყავი რაღაცნაირად არანორმალური როგორ ჩემ შვილებზე ისე ვიყავი შეყვარებული რა არ მქონდა მე აი ვერ ვასხვაებდი ჩემ შვილებს ხო და გავიდა მოხდა ისე რომ გადის წლები 30 წელი გავიდა სულ წეჭგა ქონდა დარბაზში შევდიოდი ეს მომენტი მახსენდებოდა და აღარ მინდა კრიპტან გაკარებაც აღარ მინდა მაგრამ მაინც შევდიოდი რომ არანორმალურად შეყვარებული ვარ ამ საქმეს და მოხდა ისე რომ მათე მირეკავს 30 წლის მერე ვალერა მასალებელო როგორ ახარ აქეთ იქით მიშკოს უნდა თქვენთან დასაუბრება არა და მიშკო შემევიდა ჩემთან Facebook-ში მეგობრობაში სულ გულებს სულ ლაიკებს მიკეთებს აი ბიჭებს რო ვარჯიშებ დარბაზში ლაპებს უკარებ ჩემი პატარა ნამუშევრებს ვაგვაყნებ ამხრივ ძიცულოვანი ყოფილა ეს ბავშვი მეთქვი და მიშკოს უნდა დასაუბრება ნუ რა უნდა მეთქვა ისაუბროთ გამარჯობა მიშა როგორ ახარ აქეთ იქეთ ვაი მე ვალერამას როგორ ახარ თქვენ აი მეფერება ეს ბიჭი მეფერება ამ დენიცლის მერე მიხარია რომ ხედავთ როგორ ავარჯიშებ მახსენდება თქვენ სულ გული მიხაროდა რომ გული მწყდებოდა როგორ გიყვარდა თქვენი მოსავლეებიო სულ ის მიხაროდა როგორ ევლებოდი თავს მოსავლეებს უსმენ რა უნდა რა ვერაფერს ვერ უნდა მიშა მოთხარ შენ გულისა გავანები კრიპს თავი რატო აი ის რომ მოხდა იმის მერე არ ვიცი მოთხარ რაც გამიციდა გული იმაზე რომ დაიჩაგრე მოთხარ შენთან ვერ მიპატიებია ჩემი თავზე მოთხარი რომ აი რომ გიყვებით ახლა შემაჭრიებს ვერ მიპატიებია ჩემი თავზე მოთხარი რომ შენ დაიჩაგრე მიშკო ვაი მე რას ლაპარაკობ ვალერამასებელო რას ქვია თავი დაანებე კრიპსო ის რა არა მოთხარ მაშინ მაცადე ორ სიტყვას გეტყვი რა უნდა მითხრა ვალერამასებელო მე მიხარია შენი ხარ მესმისო და რო თვალწინ მიდგახარო ავტო რას ქვია კრიპს გაანებე თავი მაშინ დამიდე ორი მოთხარ თუ გინდა ჩემზე სიკეთე მოთხარ აი მიშა მოთხარი შენ თუ დაიჩაგრე მოთხარი გოდიშკი ხტი შვილო მოთხარ მაპატიეთ გაშრაებიჩი დაიწყო ყვირილი და რას ქვია ვალერამასებელო ბოდიში მიხდი რაზე მიხდი ბოდიში ეს რაღაცა ბავშვობაში რაღაცა იყო კრივია ეს სპორტია მე რა მოხდა მე ვიცოდი იქ რომ მათეს მოცილება უნდა ნუ რაღაც კაი სიტყვები მითხრა ისე მე მეფერა ვეღარ ამევიღე ხვა და იმის მერე აი რო იტყვიან რაღაც მომცილდა ამ ჯავრი აი ამ ბავშვმა მომაცილა ჯავრი და
წარმოიდგინეთ რამოდენიმე ხნის მერე გარდაიცვალა. აი რა გააკეთა უფალო. ეს პატარა უბრალო მოსაყოლიც არა. კი. უბრალო მოსაყოლი არა ეს. მაგრამ მე ვაძლევ ჩემ თავისუფლებას რომ მე ასაგოვანი კაცი ვარ და ეს ვთქვა. მადლობა უფალს. რა ეს ამხელა დიდსულოვანი ყოფილა ეს პატარა ბიჭი. კაცხოვნას მართ. ჩემო ლევან. ფიქრობდი მე თქვენი აი თქვენ რომ უნდა გავაკეთებია ინტერვიუს. თქვენთან მოყვი არ მოყვი, მაგრამ მინდა რომ ძალიან საინტერესო და ძალიან ემოციური იყო თქვენი საუბარი. ასეთ რამე მოყვი ჩემ თავს. მითო უნდა დააკვირდეს ადამიანმა რაღაც აი ბევრს უნდა დააკვირდეს ბევრს. წლები გადის ისე უგან მოხედავს ვარასდრე და ყველაფერი თვალზე იგიდგება წარსული. მე ცხოვრება ვძნობდი რომ ცხოვრობდი ისე რომ ვცდილობდი რომ უკან მოხედვის არ შემცხვენოდა. მაგრამ ეს მოხდა ეს კრივთან და მე ვერ მივეცი ჩემ თავისუფლება მაშინ დამეთმო მე რო ფიქრობდი ჯობდა დამეთმო არ დამეთმო პრინციპში მოკლედ ვთქვათ რაც მოხდა და უფალმა ისეინება რომ ამბოშმა გამანთავისუფლა მე. აი წარმოიდგინეთ ის რომ გარდაცვლილიყო და ეს ამბავი არ მოხდარიყო. რამხელა ის გექნებოდა გერგედამეთანა იცით? კი, მესმის და ძალიან საინტერესოა, მართლა ძალიან ერთ-ერთი ისეთი ძალიან ემოციურად ისაუბრეთ და ძალიან საინტერესო რაღაც მოყევით თქვენ. და ნამდვილად დასაფასებელია თქვენი მხრიდანაც თუნდაც აი ესე ჩვენს გადაცემაში და მადლობა რომ პირიქით ზუსტად ჩვენ გადაცემაში ასე გულწრფელად და ასე ემოციურად ისაუბრეთ ამ ძალიან საინტერესო და თქვენთვის მნიშვნელოვან და ზოგადად ჩვენთვის და ზოგადად ყველამ უნდა იცოდეს ეს საკრებო სივრცეში აი ზუსტად თქვენი მაგალითიდან გამომდინარე რომ რაღაცაზე იმ წუთში შეიძლება რაღაც ემოციურად ვიყოთ რაღაცაზე იყოს მაგრამ შეიძლება წლების შემდეგ რაღაცა მერე დიდხანს შევგჭამოს შინაგანად და ამიტომ აი თქვენი მაგალითი ამაზე მეტყველებს და რა ვიცი მე უერთდები თქვენს ზოგადად სამძიმარს და ბატონი მიხეილ კაპატაძის ხსოვნა ყოფილიყოს და იქნება ყოველთვის ქართული კრევის კომაქტ აგულებში და ეს საუბარი კიდე ბევრისთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს, რასაც ახლა თქვენ ამბობთ აქ. თუმცა ჩვენი გადაცემა რო გავაგრძელოთ ბატონო ვალერი, მე დამებადა ერთი ასეთი საინტერესო კითხვა. თქვენ თქვით რომ ჩემ მოსწავლეებზე ვიყავი ფანატიკურად შეყვარებული ჩემ საქმეზე, კრივზე და ჩემ მოსწავლეებს როგორც საკუთარ შვილებს ისე უყურებდი და ისე უდგებოდი და ისე გვერდში ვედექი ყოველთვის. თუმცა ამავდროულად ახსენეთ რომ იქ იყო რაღაცა იქ უზბეკებს უნდოდა სიტყვაზე თქვენაც ახსენეთ დაჩაგვრა. იქ მე ვიცი რომ ხშირად ხდებოდა და დღემდე კრევში ხდება და ხშირად არის ესეთი სიტუაციები სხვადასხვა ტურნირებზე რომ ცდილობენ ვიღაცამ რაღაც თავისი მეტი გაიტანოს ყველანაირი დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხებით. აი მაშინ როგორ იყო ზოგადად სიტუაცია აი ამ კუთხით და რამდენად მნიშვნელოვანი იყო რომ მაშინაც აი ეს მწვრთნელი ყოფილიყო თავის მოწოდების სიმაღლეზე და ბოლომდე დაეცვა თავისი შეგირდების ინტერესები ყველა ფლანგზე რამდენად გიხდებოდათ ხოლმე ზოგადად აი ასეთი რო იტყვიან სხვადასხვა ქვენადინებებთან შებრძოლება შეწინააღმდეგება და როგორ ახერხებდით მე აი ამასთან გამკლავებას ძალიან საინტერესო შეკითხვა იგი და სხვათა შორის ამაზე მეც მაქვს პასუხი მომზადებული. აი შეიძლება ამანაც განაპირობა ის რომ მე ძალიან ახლოს ვიყავი უკვე ხელმძღვანელობასთან იმას რომ ბოლოს აი ისეთ იმაში არ ჩამომართვათ იგი რომ რაღაც მე ბრძოლას აღარ მართვით ბოლოს აღარ მართვით ბრძოლას ბევრჯერ უნდათ მაგრამ ძალიან ბევრი ბრძოლები წამართვით მე მაგალითად ახლა იყო არის ასეთი მოკრივე ჩემი დათო შარვაშიძე ძალიან კარგი მოკრივე ძალიან კარგი ერთი სამჯერ უნდა მაინც უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რაღაცა უიღბლო იყო სულ არ თმედი ბრძოლას მე ვიყავ კიდევ ახალგაზრდა იმ დროს ამ ხელა იგი ოპიტი არ ქონდა რა ესეთი გამოცდილება რო ვთქვათ ამანაც განაპირობა რომ მე უკვე ვაკეთებდი ყველაფერს რომ ბრძოლა ვეღარ წაერთვათ. სადაც საჭირო იყო ხმამაღლა ვამოვდი, სადაც ხმამაღლა
პატარა მობიერად იყო სათქმელი მობიერად ლაპარაკობდი აი და ძალიან კონტაქტში გავდიოდი ხალხთან და ვცდილობდი რომ არ ეკადრები ესაც არა საკადრებელი სპორტსმენისთვის ძალიან ბევრი ბრძოლები წავართმენ მოხდა ასეთი რამე დავით ჩარვაშიძეს კიევში წარდგენ ბრძოლა ნახევარფინალში მაშინ ჩატარდა თამაშები ჩატარდა ახალგაზრდული თამაშები იყო ეს ქულები შედიოდა დიდ სპარტაკიადაზე აქ მიღებული რესპუბლიკა როღებდა ქულებს შედიოდა დიდ სპარტაკიადაზე ხალხთა სპარტაკიადაზე და დათო შარვაშიძის წარდგენ ბრძოლა ისეთი ბრძოლა იმის არ შეიძლებოდა თურმე რა ხდებოდა თურმე თუ მოიგებდა შარვაშიძე თუ მოუგებდა ამ თურქმენს ერევან სასომხეთი ასწრებდა მოსკოვს და პირდაპირ დავალებული ქონდა თურმე ამ რამოდენიმე საჭს რომ ბრძოლა უნდა მიეცათ თურქმენს და ხდება ასეთი რამე უყურებ რინგზე უკვე გაანადგურა რა ბავშვმა დათომ და უკვე ფინალის საჩემპიონოა ყველა მის და რომ გამოდიოდა დათო შარვაშიძე მე ცოლშვილით ვიყავი წასული და ჩემი ორი ქალიშვილი და მეუღლე იჯდნენ ზემოთ ცირკში ტარდებოდა და გვიხაროდაო დათო რომ გამოდიოდა იქ სიგარეტს რო ეწევოდნენ საჯები გადიოდნენ გარეთ ლოჟით იმიდან დარბაზიდან ნუ უყურებთ შარვაშიძე გამოდის ეს ჩემპიონია 100%-იანიო და ისე გვიხაროდაო და ამ დროს ართმევენ ბრძოლას აი წარმოიდგინეთ მე ერთ რაღაც გვაჯავა იყო საური გვაჯავა მაშინ ჩვენი სახელმწიფო მწვრთნელი მე გავხდი ცუდად საღამოს ამ ნერვულობის ნიადაგზე გავსივდი ტანზე რაღაცები გამომაფენა ნერვულობის ნიადაგზე აი თქვენ ტანზე დამაყარა რაღაცა მე იმასაც აი ბალიშებით წამიყვანე სამოთუბეში რაღაც ნემსები გამიკეთენ და ეს ნერვულობის ნიადაგზე ალერგია მიცა და ბოლოს თქვი რომ აღარ გავაგზავნე აქ ყოფნას და წავ მანქანით ვიყავი სასურველი შვილები და მეუღლე მომდა წავანები და ზაურ ვაჯავასთან შევედი გოსრეინესთან და მინდა უთხრა რომ მე საქართველოს მინდა წასვლა არა და იმასთან იყო შეკრებილი მთელი საჯობა იმის რა ქვია ქვეყნის რო რა ვინც იყო ეს გამოჩენი იმ საჯები იყო საერთაშორისო კატეგორიის საჯები და თვითონაც საერთაშორისო კატეგორიის საჯი იყო ზაურ ვაჯავა ხო და ისა არ წახვილეო ერთი წუთი ეკითხება ყველას ვინ მოიგო ბრძოლაო და ყველამ თქო რომ შარვაშიძე მოიგო ბრძოლაო ჩემ ცხოვრებაში არ მინახია ასეთი რამეო მწვრთნელიო კედელზე ურტყამდა თავს რაც შეხედა ისე გავგიჟდი რა ხოიე შევგევედი ძალიან ნაშრომი ხოდა ბევრი და ძალიან ეს უყურებდიო ზევითო იჯდენო ცოლი და შვილები და რა პიროდენო ეს პერნათ ნახეო და სხვადასხვა ამ შეჯიბზე მაშინ არ იყო ეს ვიდეო არ იყო ეს იგენი არაფერი არ იყო და კინოაპარატი ვიყიდე ხო და დათო შარვაშიძის ტყეში გავუშვებდი სარბენად ის ვარდიშის დროს და მე დავზევდი და უღებდი ამით ვაკეთებდი მის ისტორიას ვქნედი ვიცოდი რომ გამოვიდოდა კარგი მოკრივე დიდი და იმისა მინდოდა ის ბავშვური პატარა ისტორია შემეკונה ასეთ რამე ბრძოლები მქონდა კიდო გადაღებული მისი ნუ რა ვიცი ამას ფანატიზმია რა თქმა უნდა და იგიც არ დამარ დღესაც ყოფა ჩემი მეუღლე აი ოჯახიზა ცალკე მქონდა სასტუმროში სხვაგან მყავდა და მე ბიჭებთან ვიყავი ხან ოჯახში მოვიდოდი ცოლშთან მოვიდოდი ხან დარბაზში ხო და იმაში ნაგრებთან ხო და ხდება ასეთ რამე მეუღლე წასულა და ვხედია აბლეკი ხარ კაცია ხო აბლეკი და ნიგოზი თაფლი ბავშვებისა შვილების და თავის მე ამ დროს შემოვიდნენ მე თუ ნახავ ახლა ოჯახს და მე ნაკრებთან ვიყავ და ვინახე ეს ხაცი გამზადებო სტაცე ხელებმა სამიდა მაგიდა ბიჭებსაც ხომა ნუ ეხლა ხუმრობი რა თქმა უნდა მაგრამ ასე იყო ესენი იყო ჩემი შვილები და დღესაც ასე არის აი უნებიან თურმე ახლა მე ბიჭებმა მომიყვანე ჩემმა მეგობრებმა უნებითო კაცო 60 წლის
ხალხი ხართ თითქმის და როგორ ეუნებით თქვენ ერთაობა ხართო ვალერამასო და ენა არ გიტრიალდება რა ვალერს ვერ სხვათა შორის აი წართმოვაზე ბრძოლების წართმოვაზე მე არ ვიყავ მაშინ დატო ისა ჯამულად ხუფარაძე ვამზადებდით სოფლ პირველობის და მე შეკრებაზე ვიყავი წასული ხო და თუ ევროპის აღარ მახსოვს და ჩემი მოსწავლეები წევდნენ საბჭოთა კავშირის პირველობაზე ეს როგორ იყო იცი გაერთიანენ ახალგაზრდები და დიდები გაახალგაზრდება მოხდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და ერთი ჩემპიონატი ჩაატარეს სამი ბიჭი გახდა პრიზიორი მაშინ ჩემი და გოლოძე მოსე გოლოძე უნდა გახდარიყო ჩემპიონი მოუგო ბრძოლა ასალიებს ეს იყო ლეგენდა საბჭოთა კრივის ლეგენდა არის მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო იგი ევროპის ჩემპიონი იყო და უნდა მოიგო აუწიენ თურმე ხელი სესეს ჩვენ სესეს უძახის მოსე არის სახელი მოსკოვში ცხოვრობს რა ხო და აუწიეს ხელი და შეცვალეს ბრძოლა ვერ მიცენ თავს უფლება რომ როგორ შეიძლება და პატარა ქუთაისელბის მოეგო ამის რომ ეს ჩემპიონი იყო ასეთ რამე ხდებოდა სხვათა შორის გოლოძეზე მინდა თქვა რომ ეს იყო კრივიზა დაბადებული მაგრამ ზარმაცი არანორმალური ზარმაცი როგორც გავიხედავდი მიეყუდებოდა მეშობს და შენს არ გეიქნება აი რომელსაც არ ჭირდებოდა დიდი ვარჯიში მე ეგის მინდა გევითვალისწინო რომ თქვა რომ როდესაც კაცი მწვრთნელი მუშაობ მწვრთნელმა უნდა დაინახოს ვის ჭირდება დიდი დატვირთვა ვის არ ჭირდება არიან მოკლეები იმის არ ჭირდება დიდი დატვირთვა აი რაღაცა გარკვეული ისა ზომიერი აი ხო ასეთი ეს ამაზე არ შეიძლება დიდი დატვირთვის მიცემა მაგრამ დაბადებული იყო კრივიზ აი ის რომ გამოდიოდა რინგზე და ბრძოლას ატარებდა აი ბუზის ხმას გაიგონებდი მარტო აი ისეთ თან მემარცხენე იყო ისეთ რაღაცებს აკეთებდა ну და ვიცი ალბათ ჩემია რო იტყვიან უყარსაც თავის ყوارყوار იგო ბარხალა უყარს ასეა ყველას თავის მოსწავლე უყარს და ყველას თავის მოსწავლე ზე ფიქრობს ეგენი არიან ყველაფერი ჩემი და დღესაც ასე არის ვალერა მას ბატონო ვალერი აი ზუსტად გისმენთ ახლა და ძალიან მართლა კიდე გამოსჭვივის თქვენ სიტყვებშიც თქვენს როგორ საუბრობთ თქვენ მოსწავლეებზე თქვენ შეგირდებზე როგორ საუბრობთ კრივზე და ამის შემდეგ თქვენს არ ვიცი გქონდათ ძალიან დიდი წარმატებები თქვენ შეგირდებს ხართ წარმატებული მწვრთნელი გაქვთ ძალიან კარგი მათ შორის კონტაქტები ძალიან ყველანაირად აი ამ სფეროში ხარ თავიდან ბოლომდე ლიდერი თუმცა შემდეგ ხდება ისე რომ ნელ-ნელა თქვენ კრივს ჩამოშორდით როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რას გრძნობდით ამ დროს როცა ერთ დღესაც დარბაზში აღარ წახვედით ბიჭების ავარჯიშებლად როგორ აიცით ეს დაიწყო ქუთაისიდან რომ პირველი მე გითხარით მიზეზი ერთადერთი მიზეზი ეს იყო რომ გული აღარ მიდიოდა რაღაც მიჭირდა მაგრამ არსე მაინც უნდა ყოფილიყო მე კრივში არ შეიძლება მაგრამ მე ოჯახი აი ეს რევოლუცია ეს დაინგრა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა უბრალოდ ამ დროს ჩვენ შეგვეძინა ბიჭი ინვალიდი გოგონები სტუდენტები და უკვე ისეთი რამე იყო დედა გარდაიცვალა მამა გარდაიცვალა და მე უკვე მარტო უკვე ფიქრობდი რომ ბავშვიზე რომ რამე გამეკეთებია და მეშველა რა ვიტყვიან და ну კრივთან აი მიზეზი სიმართლე გითხრა ის იყო პირველი რომ იმ მიშკოს პროგრამ დრომ მომენტმა ძალიან დაგიდამსვა რა დამისვა გულზე სხვათა შორის მახსოვს რომ იყო განათლების გამყოლების გამგე იყო ქუთაისში თამაზე და კიდევ აი ეს მომ რას ქვია შენ როგორ შეიძლება კრივში არ შემიძლია მოთხრა არ ვიცი რა ხდება ჩემში რომ რაც გინდა ოღონდ გითხარი აი საგეს მომერ სკოლაში ცალკე საკუთარ დარბაზს გაგიხსნა სხვათა შორის მოსკოვიდან მე ჩემ სკოლას მიხსნიდნენ საკუთარ სკოლას მიხსნიდნენ
ხო და даже იმათ არ გამიგოთ ახლა მე ანგელოზად გამევიყვანო ჩემი და არა იყო ასეთი რამე მოსკოვიდან მომდის წერილი რომ თქვენ მოსავლებს უნდა დაუნიშნოთ სტიპენდიები რამდენიც გინდა იმდენ მოსავლებს უნიშნავთ სტიპენდიებს გამომიგზავნეთ ისა რა ქვია სიე გამოგზავნეს სიე პატარა ეს გავაბუქე სიე იმიტომ იყვნენ პატარა გაჭირებული ბიჭები რომ სტიპენდია მიეცემოდათ განმორიცხენ ერთ რესტორანში ფული და ფულს აღება შეიძლებოდა უნდა ეჭამოთ იქ საჭმელი ამ ფული არა და ბიჭებს ფული უნდათ მივიდნენ იქა და არა ფულს ვერ მოგცემთ საჭმელი ჯამეთ მე მივედი და უთხარი როგორ მიეცი ფული მოთხარი ბიჭებს მოთხარი რა მნიშვნელობა აქვს თქვენს და ნუ 30% თურმე უნდა დადო რა როგორი საქმეა ახლა ჩემი შვილებზე ხო აი მე 30% ისე რა როგორ იგენ ხო იფიქრებენ მას 100-ია თუ ისე 30% შეიძლება ჩვენი მწვრთნელი წილშია რასაც მე ყოველმხრივ ვერ იდებოდი ოხსენე მე ბიჭებს 100-ია მოხარი და ჩემზე არ იფიქროთ იჯებო რამე არა ვალერა მას უთხენზე როგორ ვიფიქრებ რამეს მაგრამ ამგენმა კითხვენ მაგრამ აი გულის სიღრმეში მაინც რაღაცა იქნება იქ ტრიალი ერთხელ ჭამენ საჭმელი ორჯერ ჭამენ და ფულს არ აძლევენ და 30% უნდა დატო მე ვეღარ მივეც მოთხარ ბიჭებო არ მაპატიეთ მოთხარ და მე თქვენს ყველას მოგიხსნით ამას მოთხარ მე მაინც ვერ დაგაჯერებ მაგას მოთხარ რომ თქვენ მე 30% მე არ მივაკუთვნ დავრეკე მოსულს და მოვახსენებ ყველას არ უნდა შეერები აქ თუ არა მოთხარ ყველას მშობლები ყავთ და საკმაოდ საჭმელი თუ რამე გაუჭირდება მე დავეხმარები არ მინდა მე არ მიჭირდა ყველაფერი ნორმალურად ხონდა ჩემი პატარა საქმეც ხონდა ყველაფერი ხონდა ჩემი ხელოვნების ირგვლივ მოკლედ რო თქვა ასე გაიარა ამ მდგომარეობა ინსტიტუტი თითქმის ყველას დავამთავრები თითქმის ყველამ დაამთავრა ჩემო მოსავლე ყველას მოვაწყო არავის არ დამზადები არაფერი ბოლომდე მოკლედ ყველანაირად გვერდში ედექით ყველანაირად რაც კი და იგენი დღესაც მიდგანან გვერდში იმათი ერთი ხნის გაგონება მირჩევნია ყველაფერს მირეკა აი ამ ყველაფერს მithumetes მაპატი ლევან მithumetes მე ტელეფონში ჩაწერილი იწერდა ტელეფონი და ვიწერდი ეს ჩემი მეგობრები და ჩემი მოსავლები დამეგობრდნენ იქ ძალიან და რო დალევენ მე თურმე აი ეს ადრე იყო და ახლა ალბათ იმგეზას აღარ ძალიან და აღარც მომცალია ჩემი საგრძელო რომ მოდიოდა მირეკავდი და წავიდოდა იქიდან ისეთი სიტყვები ვალერა მას და შენ რო არ ყოფილიყავი ჩვენ მიდივით მაინც ქუთაისში იცით რომ ქუთაისი როგორი ქალაქია ის სხვა გზით მიდიოდი შენ შემოგვატრიალი აქეთ იქ და ისე სიამოვნო და მე ხანდახან ჩავთავდი ტელეფონს მე ჩემთვის და უსმენდი ამას მარტო ტელეფონები არ გავიზრდა მაგრამ ისე ცხოვრება მაინც გაიარა და იგენი ჩემგვერთ არიან დღეს ალეკო ბენცაძე ხშირად მერეკავდა რატომაც ახლა აღარ მერეკავს რა ვიცი დავავიწყდი ალბათ და ნომერი არ იქნება ალბათ ჩემი ახალი შეიძლება იგეცა ამ ჩვენი გადაცემის მერე დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი შეგეხმიანებათ და ნამიოკი მივეცია კიდე ბატონო ვალერი ძალიან საინტერესოა მართლაც თქვენთან საუბარი და აი ასე კიდე ერთხელ ეგ მაინტერესებს როცა ასე საუბრობთ მოკლედ კრივზე თქვენ მოსწავლეებზე არ გიფიქრიათ რომ თუნდაც ახლა მე ხედავ და გატყობთ რომ კიდევ ბევრი შეგიძლიათ კიდევ ნამდვილად გააქვთ და რა თქმა უნდა ის თქვენი გამოცდილება ის თქვენი კლასი ის თქვენი ცოდნა არსაწასულა არ გიფიქრიათ რომ უფრო ჩართულიყავით კიდევ გეცადათ მომავალ თაობების აღზრდის საქმეში კრივში ჩართულიყავით უფრო აქტიურად თუნდაც მანდ თუნდაც საქართველოში ხო არ ქონიათ ესეთი ფიქრები რომ შეიძლება ერთ დღესაც დაბრუნდეთ და კიდევ ერთი რამოდენიმე თაობა კიდევ გაუზარდოთ კრივს ეს ხოთაშორის საქმე შემომთავაზენ ერთ ვატარა ახლოს ქალაქში რომ მთელი ქალაქის ეს კრივი ჩავიბარო და რაღაც მაგრამ არის პატარა ისეთი მიზეზები რომ მეუღლე პატარა ავათამყობს არ მინდა კონკრეტულად ახლა და ვერ ვტოვებ
ეს არის და ეს ქართული კრივში ჩართვა ეს კანიშნა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება ჩემთვის მაგრამ იქაც მე დიდხანს ვერ გამჩერდები იმიტომ ოჯახი დიდი ოჯახი მაქვს აკეთ ბავშვი ბიჭი შვილიშვილები მეუღლე ამის პატრონობა ჭირდება უკვე ჩემგან მეუღლეს და ბიჭს და გოგონები ოჯახები აქვს თავისი და 5 შვილიშვილი მყავს ხო და რაში საქმე იცით მე ერთი პერიოდი იყო დათო ციკლაური მალადეს მე ოჩახ ძალიან ხშირად ქონდა საუბარი და მოუთხარი რამე თუ იქნება მოუთხარი მე შემიძლია ჩამოვიდე შეკრებებს და მოგეხმაროთ აი გული მოვიჯერო და გუნდს მოვეხმარო და რაც შემიძლია როგორც ასეთი მე დავუშვეთ ახლა მითხრან უფროსი მწვრთნელად მე უფროსი მწვრთნელად არ წავა მე არ წავსულა რომ უფროსი მწვრთნელად როდის იცით ზაურგვაჯავა რომ მეუნებოდა იმაში ირკუტსკში დამებარა თავის ნომერში და მითხრა მე გადავყავართო იმათო გადავყავართო განყოფილების გამგეძინაბორства ხო და გოსტრენერს უნდა წახვიდოდა არა მოთხარი არა მაგის ყველა ადამიანმა თავის ადგილი უნდა ისწროს მე ვარ მოთხარი დარბაზის მწვრთნელი მე იმაში ვგზნობ ყველაზე მეტ სიამოვნებას და მეამაყება რომ მოთხარი მოსავლე მოკრივებსდი და ეს ხელმძღვანელობა ვისაც აქვს მისი ნიჭი მისი აი შემართება და სურვილი უნდა წავიდეს ის და მე მოთხარი არავითარი სურვილი არ მაქვს მე ოთარაგი მოვი დადგა ძალიან კარგი გოსტი სახელმწიფო მწვრთნელი იყო ასე რომ თქვენი ისურვებენ ამ წუთას მე პატარა ხანს არ მაქვს ამის საშუალება დრო არ მაქვს უბრალოდ რომ მოვახერხო და ისე მომავალ თუ ისურვებენ შემიძლია თუ ხოვენ რა თქმა უნდა ახლა მე თვითონ ვიტყვიან ხოვენ მე არავისთან არ მოვიდე იგი აი ჩამოვიდე ერთი ორი კვირე სამი კვირე გუნდთან ერთად პერსონალურად ვისაც დავადებ თვალს მოკრივეს მოამზადო რაღაც რეკომენდაციები მივიცე მე ჩემი მეთოდები მქონდა ჩემი ნუ ახლა ეს რომ მოყვეს უკვე გამოდის რაღაც კიდევ უკვე საკუთარ თავზე ბევრი საუბარი პირიქით საინტერესო იქნება თქვენი მეთოდები ხალხმა დისერტაციები დაიცვენ და ჩემთან ჩამოდიოდნენ შეკრებას და მე იმ წიგნებში თანაავტორი ვარ 86 წელს მე მიშოვდნენ საზღვარგარეთ სამშობლოდ და მე არ წავედი მე ვერ დავტოვე ბიჭები კაგრას მაშინ მათე და იგინი თაობა მოდიოდა ბიჭები და არ წავედი ინდონეზიაში მიშოვდნენ 2 წელი სამშობლოდ დღესაც ამაკ ის მოწვევა მოსკოვიდან ჩამომივიდა ქუთაისში პროიძამ ხელი რეზოლუცია დაადო მოამზადეთ საბუთები რომ მიშოვდნენ მაგრამ მე არ წავედი იმიტომ რომ მე ჩემი საქმე მიყვარდა და მსახურებოდი იმას რაც მინდოდა ხო და ასეთ რამე თუ მოხდება ხო მე შემიძლია ჩამოვიდე ვიმუშაო 1 2 3 კვირი შეიძლება 1 თვე დავბრუნდი ასეთი რამე ნუ რამე მე ჩამაბარო სახელმძღვანელოები კი არა მე სურვილიც არ მაქვს მაგის ვისაც აქვს მაგის სურვილი უნდა იყოს ისა ხელმძღვანელობაში უნდა იყოს ის ხალხი ვისაც აქვს მისი შემართება მე არ მაქვს მაგის მე მაქვს თვითონ აი ფიზიკურად მე წარვება მქონდა 50 კაცი მუშაობდა ჩემ ხელოვნების დარგში მაგრამ მე ჩემ კაბინეტთან ერთად ერთ პატარა ვერსტაგი მქონდა რომ სადაც მე ჩემს ავტორო ნამუშევრებს ვაკეთებ იქ გძნობდი ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიდრე კაბინეტში გამიგე ხო და ასე არის კრივშიდაც მე ჩემი საქმე არის კრივი მოამზადო და სხვათა შორის მე ერთი რამე მინდა თქვა და რეკომენდაცია მივცე საერთოდ ქართული კრივია თუ ეს ნებისმიერ სუსტნებს აი მოკრივე იზრდება პირად სუსტნელთან შეკრებაზე რაღაც ემატება კი გამოცდილი სუსტნელი არის იმ გამოცდილმა სუსტნელმა არ უნდა შეუშალოს მის ხელი იმას რაც ის ასავლა მისმა სუსტნელმა პირადმა სუსტნელმა იცი აქ ზოგი ცდება აძლევენ თავის რაღაცას ცვლიან მოკრივეს რაღაცას სხვა მიმართულებით მიყავთ სუსტნელი რომელმაც მეიყვანა იგი ნაკრებამდე უნდა წევიდეს იმ გზით რაც შეასწავლა მისმა სუსტნელმა რო იტყვიან მუნჯისენა დედამიწის და სხვათა შორის
აქ კიდევ ერთი რამე მინდა აი სეკუნდანტი რა არის სეკუნდანტი რა არის ის აი როგორც მშობელი როგორც მამა ნამდვილი როცა პირადი მწვრთნელი სეკუნდანტობს ბევრად წელგამართულია მოკრევე უფრო მეტად გებულობს მაგალითად მე ვცდილობდი რომ შემოსავლები ყოფილიყო იგი მართვადი აი რო ეთქვი მოკრივეს აი ეს რაუნდი შენ უნდა გააკეთო თანაბარი ენერგია არ დაგარგო გააკეთე ასეთი რამე აი ისეთ ბევრ რამეა ისეთ რამე ხარ ის მოყვე ალბათ თქვენ გადაცემა არ ეყოფა და ეს ნაკრების მწვრთნელმა იგი ნაკლებად იცის ამ ბავშვთან დამოკიდებულებით აი მე მაგალითად ყოფილა აი ყოფარაძე მყავდა ძალიან მართვადი ემას რო ვეთყოდი ჯაბა ეს რაუნდი უკვე პირველი რაუნდი არის დაზვერვის ეს ჩადარო თანაბრად აქ არ შეიძლება შეყოლები ჩაალი მეორე რაუნდი აი როგორ უყურებ რა ეს მინუსი ხანდახან არსებობს ასწავლიან ახლა მე უყურებ ეკა აი არა ის კრივი არ ისწავლება იქ კონკრეტულად მწვრთნელი უყურებს რომელიც დარტყმა გადის ყოფილა შემთხვევა მე უყურებდი ჩემი მოსავლე აი არის არსებობს ასეთი რამე ყველა ადამიანს აი აქ რაღაც მინუს მოკრივეს ისე როგორც პლუს ხო ყველა დარტყმა უნდა მოშინჯოს მოკრივე აი გავიდა ეს დარტყმა გადის კიდევ მეორედ გავიდა მესამედ გავიდა შეიძლება მარტო ერთი დარტყმა აკეთებდა მთელი სამი რაუნდი და შეიძლება იმით აშკარა დამთავრებიო ეს ბრძოლა რატო ადამიანს ფიზიოლოგიურად აქვს ისეთი მდგომარეობა იყო ასეთი მოკრივე სოხუმელი ერთი და ხდებოდა ჭულუხაძის ხვიჩა ჭულუხაძის გორში იყო სპარტაკიადი მე არ სეკუნდატომდი ამ ჩემ მოსავლებს ვიჯექი აი იგენ ცხოველებს რო არ ბენიებენ ცირკში იქ ჩამოვიჯექი ხო და მახსოვს არის ასეთი ჯემალი კვანტალიანი თუ გაიგონიათ ვასიკოქვია მისთვის მოკრივე იყო მისი შვილი დღეს მოძღვარია როგორც ასეთი გავიგე ეს ჯემალი კვანტალიანი არის მხატვარი კაცია უკვე 80 წელს გადაცილებულია ძალიან კარგი პიროვნება ადრე ფიზკულტურას და იმას რადიოში და იმას რო ავარჯიშებდნენ ხალხს დილით ეს გამომხნევებელი ის რო იყო რაღაც დილის გამომხნევებელი ხო სხვათა შორის ის აკაკი კვანტალიანი ბიძა იყო მაგის ამ ჯემალის ხო და მაგი მუშაობდა ასე მახსოვს მე ინსტიტუტში მუშაობდა უნივერსიტეტში მუშაობდა გონი და ამ ვასიკოს საბალიშიკოთ წამოყოლია მთელი თანამშრომლები და იჯდნენ ჩემს უკან და მე აქ იმაზე ვიყავი ჩაუმსდარი და სხვათა შორის ვერ მოასწარე ეს ფინალისტია თბილისში მანქანით წევედი საქმე მქონდა ჩემი პირადი რომ დავბრუნდი მოვსარი და სხვები სეკუნდატობენ ჩემი მოსავლები ამ კუთხიდან გამოდიოდნენ თითქმის ყველა და ნათქვამი მქონდა აი მე გეტყვით რასაც დავждები აგერ შენ მარტო დაუბერე პირსახოცი ყურადღება გქონდეს ჩემსკენ ხო და ამ ყველას ვეუბნებოდი მახსოვს ერთი შვიდი გახდა მოგონია ჩემი ჩემპიონი 5 თუ 7 მოსავდა სპარტაკიადი და მანქანა მყავდა 21 ეს დიდი მანქანა და როგორც თევზები ისე მყავდა ჩაწვენილი ეგ მანქანაში ხო და გამოდის ხუჩა ჭულუხაც და ეს ყველა ჩემ საუბარს ამ ბიჭებთან ამ ხალხს ესმის ჩემ უკან ეს ლექტორებს ხო და გევიხედე ხდება ასეთი რამე ხუჩა ჭულუხაძე ხდება სოხუმელი სომეხი ბიჭი აი მარცხენა ხუქს ურტყამს ანგრევს რა და ხუჩა კარგი მოკრივე იყო მეორე კლასში დაყავდა ეს დარბაზში მოყვანი მეორე კლასში როდის იყო პირველი რაუნდი რო წაკრა ხუჩას მე თქვი დამთავრდა ყველაფერი იმიტომ მე ვიდა კუთხეში ხუჩა დამთავრდა პირველი რაუნდი და ვეუნები ხუჩა აი როგორც კი დაიწყებს ემას მოხდა შენ ეს უნდა დაიჭირო მარტო
მარჯვენა მხარეს დგა ფერს და სინქრონულად ურთხა მარჯვენა პირდაპირს. თუ გინდა თვალიც რო დახუჭო, მოვთხარი, აი დაждდება მოვთხარი. კაი, მოვთხარი. ვაჯერებ, აი უნდა დააჯერო, ის რომ მიიყვანო იმ წერტილამდე რომ დაიჯეროს იგი შენი. აი ეს ამ სუსტნელი და ესა სეკუნდად. თუ არა, იქ კრივს ვერ ასწავლე. იმან უნდა იცოდეს დარბაზში უნდა ისწავლოს კრივი. ადგა ხვიჩა, როგორც კი დაიწყო და იმ ბიჭს ის ქონა მის კაროლინი დარტყმა. და რადგან პირველი რაუნდი ასე კარგად მოწყო, ეთქობა, თქვა იავნისა და გადადგა ხვიჩამ მარჯვენა ფეხი. გვერდზე გასვლა და ეს ბიჭი დავარდა მეშოკილი ძირს. ეგრევე. უცესი დაიცა, იგი ხვიჩა იქიდან მიყურებს, მე დავქნაო. ახლა მე ქართულად უძახი, ახლა ისავის გეიმეორე, ეს ბიჭი ისავე ამას გააკეთებს, მე ვუთხარი. შენ ისავე ის გეიმეორე და დაჟე დარტყმას არ დაგჭირდება. დაიწყო ბოქს დააგზელების და გააკეთა ერთი და ეს ბიჭი ისავე მივარდა. მე შოკი დავარდა და ძლივს გეიყვანეს რინგიდან. რატო ამო ბიჭი? ეს არის ერთი დარტყმით, ერთი მოქმედებით. ამას ყველაფერს დაგვირება უნდა. კიდევ მაპატიოს მე სტნელებმა დამოკრევმა რომ აი ვალერა ასეთ რაღაცებს ყობა ეს თავის გენი არა აქ არაფერი არა ეს ჩემი გამოცდილება და ყოველ უბრალოდ ჩემი გულით მეტი არაფერი თუ იმეს მოაწყო ჩემი აზრი გაიმეორებს თუ არა და უკვე ღმერთმა გამომართოს პირიქით თქვენ აი გამოცდილ მწვრთნელებს და ადამიანებს უნდა უსმინოს ბევრმა და ყველამ უნდა ისწავლოს და გაიზიარონ ის გამოცდილება ვისაც უნდა რომ რაღაცა წინ წავიდეს და ერთი რამე მინდა კიდევ თქვა ყავდა მე ყოფარაძე ჩემპიონი ორჯერ მეიგო საბჭოთა კავშირის პირველობა ორჯერ თბილისის ტურნირი მეიგო დროჟბაზე მეორე ადგილი იყო ну საწრალი აცხონას ვერთა პატარა დაუჯერე ლიბზიაგის ამის ხარჯზე გახდა პირველად მსოფლიო ჩემპიონი ეს იყო პირველი ნომერი და პატარა ჩემბრალიც აიქა კიდო მე მეორე ჩამოგდა იმას რომ ვებულებდი საბჭოთა კავშირის პირველობას ყოფცემად ამერიკა და კუბაში უნდა წამოხვიდე მოთო ვერ წამოვალ მითო ხალხი ჩამოდის და უნდა დახვდე თქვენ ნაკრები ხართ და ნუჟელი კუპარაძეს ვერ მიხარებთ ხა ამან თუნე ოურია ქალები სიგარეტის მოწევა მე მომიყვანე ბიჭებო სპარინგი გოუკეთეს და ლიბზიაგი იყო უბრალოდ მეორე ადგილი იქონა საბჭოთა კავშირის პირველობაზე აღებული როგორც სპარინგ პარტნიორი წაიყვანეს ის მაგრამ ამან ნამეტანი აურია ნამეტანი თურმე აი ბუსკუნოვი იყო მის ძმაკაცი ძალიან ახლობელი მან უთხრა ნამეტანი შეგოდაო აცხონე არა და გადასარევი პიროვნება იყო ძალიან კარგი ბიჭი იყო ძალიან როარ შეგარწმუნდა არსად მაგრამ ეს გააკეთა და მე ჩემთავს კეთვა დანაშაულებდა არა და როარ წავედი მაგრამ საბჭოთა კავშირის პირველობა ტარდებოდა ეს ქალაქის და რესპუბლიკის სახე კიდო უნდა გამოგვეჩინა წესიერად ხოდა მე არ წავედი და ესე იგი ბოლოსო იმდენად მიიყვანა იმ სუსტნელებიო უყურებდნენ ამას ყველაფერს სიგარეტს ეწეოდა ქალები დაყავდაო ხოდა გაუკეთენო სპარინგიო ლიბზიაკთან ლიბზიაკი არც ნაკრებში იგი არ იყო ის არავითარი იგი არ იყო რა ქვია პრეზიდენტი ამას მსოფლიო პირველობის ხოდა გავიხედე იგი რა ქვია სპარინგი ჩაუტარეს მაგრამ ჯაბა მაინც უკეთესი იყო ჯაბა უკეთესი იყო მაგრამ ამ დისციპლინის გულზე ასეთ რამე მოხდები უნიშნელოვანია და დისციპლინა აი ბატონო ვალერი კიდე მაპატიეთ ლევან აი იმას გიყოვეთ ძალიან მართვადი იყო თქვა მართვადი იყო და ეს თქვა ამ ბიჭმა თავის ყველაფერი შედეგი გააკეთა ერთი გოგოს სიყვარულის გულზე ეს დიდი ისტორია ეს მე მინდა მე ამაზე პატარა მოკლე მეტრაჟიანი აი მისი დოკუმენტალური ვეძებ ახლა არქივში ვეძებ მაგის ბრძოლებს და ისტორია პატარა ძალიან ლამაზი დიახ საინტერესო იქნება რომ მოგვიგებო დავწერო რო სიყვარულის გულზე ერთი გოგოს სიყვარულის გულზე მესამე რაუნდში მე მაგას არაფერს აღარ ვეუბნებოდი ადიოდი და მეუბნებოდა ნუ ჯავა თქვი და ინგასი ფიცებდა პირველ რასთან უყურდა ერთმანეთს და მე მოხდა რაღაც რომ არათხოვიეს და ის გოგო გათხოვდა და იმ ამანას კრივს მიანება მე თავი რო უთხარი ჯავა ახლა პროფესიონალური კრივი იწყება აქეთ არა ვალერა მასეულები აღარ უჩხუბებ რატო მოთხე საფიცარი აღარა მაქვს
ასეთი რამე წო. ამაზე მინდა პატარა რაღაცნაირი გადაცემა, მე თვითონ გავაკეთო ისეთი რაღაც, რომ მისი ბრძოლები ეს პატარა ლამაზად დაიწეროს ეს პატარა ისტორია. მე თუ ბევრი რამე ვიცი ამ ისტორიის ირგვლივ და როგორ გამოვიყენე მე მისი ემოციები მის შედეგისა. ბოლოს თბილისის საერთაშორისო ტურნირი რო იყო, ყოველი დამყავდა ერთი და იგივე გზით მიყავდა იმიდან უშბიდან სპორტის სასახლემდე. და ბოლოს იმდენად ბალეშიკობდა ამას ხალხი, მილიციონერები ამ პლოშადზე აჩერებდნენ მანქანებს და ჩვენ გვატარებდნენ. იმაში და ბოლოს ფინალი რო იყო, ვიცოდი ტელევიზია მოდიოდა ზურაბ გუნიანიცხა. ხო და ევიყვანე იმას, ავიყვანე კუსმას. ჩვენ ახლა გზას ვიცვით, ვალერამას წამოდი ახლა მომხრე, წამოდი რაღაც განახე მომხრე. ევიყვანე კუსმაზე დავაყენე და თბილისს უყურებს ძალიან ემოციური ბიჭი იყო და მე ვიყენებდი ამის იმას. მე თვითონ ემოციური ვარ პატარა. შეიძლება ნუ კარგი გაგებით რა ეს. ხო და თბილისს დაჩერებია თავზე მომხრე, ხო და რა ლამაზია თბილისი მომხრე. კი რატომ მეუნები ვალერამას ამასო. მე თვითონ გეუნები მომხრე ზემოდან უყურებ, ქვემოთ მომხრე ყველაფერი ლამაზად გიჩვენება. და რო ჩამოვიყვანე და მე შემყავს და იმაში სპორტის სასახლეში და ამან არ იცის და მე ვიცოდი უკვე ტელევიზიის იგენი მოსულია და ახლა შენ წარმოიდგინე ჩაბა მოხარ შენ თანაკლასელები და ინგა ზიან ტელევიზორის წინ და უყურებენ ელოდებიან შენ ბრძოლას მოხარ კინა რომ შემიწხვდა ნუ ასეთ რაღაცები იყო ბევრი რამე კიდევ ბევრი ისტორია ამ საქმის ირგვლივ და ასე შემოვლება ბატონო ვალერი მართლა ძალიან საინტერესოა თუნდაც ეს ისტორიები და თქვენ თქვით რომ გქონდათ აი ეს ინდივიდუალური დამოკიდებულება და ზოგადად იმასაც ამბობთ რომ მე ჩემი მეთოდებით გამომიმუშავდა და მქონდა და მაქვს და დამოკიდებულებაც და ერთი რაღაც თქვით რომ აი ყველას სჭირდება ინდივიდუალური მუშაობაო დარბაზშიო ვიღაცა შეიძლება სხვა რაღაცაზე გაუმახვილო ყურადღება სხვას ნაკლები დატვირთვა ჭირდება ვიღაცას მეტი დატვირთვა ჭირდება ზოგადად ადამიანებიც ინდივიდუალურები ვართ, მაგრამ მაინც ძირითადად აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სპორტსმენი იყოს წარმატებული და რა აძლევს, რისი ერთობლიობა აძლევს აი ამ წარმატების გარანტია კრივში არაფერს არ არსებობს ყოველ შემთხვევაში, რაღაცა აი ესეთი რა არის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად კრივში. რა თქმა უნდა, შრომა. პირველი. შრომა და კრივს აი ჩხუბს უნდა ჩამოაცნო კრივი უნდა ასწავლო აი წარმოვიდგენიათ ახლა თქვენ ხო პირველი ხო თქვია რა ეს შრომა ეს პირველი არის იშრომებ ყველაფერი წინ დახვდება ეს ნაშრომი მეორე დისციპლინა რა თქმა უნდა კუბაში კრივი ჩამოაყალიბა, მოკლედ რო ვთქვათ, იმის მერე წამოიწია კუბა, ჩერვონენკო. და სხვათა შორის გვაჯავაც მუშაობდა იმ პერიოდში კუბაში. და იმგემა საბჭოთა სკოლა კრივის შეინარჩუნეს და მითოხდებიან იგენი 3-3, 4-4 ჩემპიონი და 5-5 ჩემპიონი ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო პირველობებზე. ამან განაპირობა ერთი რომ იმგემა შეინარჩუნა. აქ რუსეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ზოგიერთებმა შეინარჩუნეს. სტრხნელებიც აღარ დარჩენ, ის საბჭოთა კრივი ასწავლა. გადასული არიან ჩხუბზე. აქ ტარდებოდა გუბერნატორის ტურნირი გუბერნატორა. საერთაშორისო ტურნირი და ხრომოვი ნიკოლაი ხრომოვი ჩემი მეგობარი 40 წელია ვიცნობ. იყო კონსულტანტი ჩემზე უფროსია ის. აკრიბავდნენ საბჭოთა კავშირში იმას რუსეთის ნაკრებს. და მე დამეძახავ ერთ თუ შეგიძლია ჩემთან მოდიო. მივედი და აი შეხედეო ახლა ჩვენ ძველი დროის წყნელები ვართ და მოკრივეები. შეხედეო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. რა აქ ამ საერთაშორისო აი საიდან იქნება ხელს რა ხდება იგი. მე არ ნაკრებს ვაგროვებ და აპროვ რა მოვაგროვო. ნუ ვაგროვებ ასე თუ ისე მაინც. მე ამას მიტოვობ. კრივის სწავლა საჭირო. არ შეიძლება კრივ ჩხუბი არ არის.
კრივი არის ხელოვნება, კრივი არის ჭადრაკი, კრივი არის ცეკვა. თუ რამე ლამაზია, ყველაფერი უნდა შეიტანო კრივში. და ინდივიდუალური მუშაობას მე რატო ლაპარაკობ, იცით? არის რომ დაადებ თვალს მოკრივეს. აი მაგალითად ახლა რომ თხონ და მითხრა ნაგრებში დაგვეხმარა. მე ნაგრებს ვერ ვავარჯი. რატო? მე თუ მომეწონა 1-2 მოკრივე, ხო დავადებ თვალს და უკვე როგორც ფანატიკურად განვეწყობ როგორ იმიდან გამოვჭედო რაღაც. მივიყვანო რაღაც წერტილამდე. ეს არის სულთნელობა. მე ერთხელ მთხოვეს შრომით რეზერვებში უფროსი მწვრთნელად საბჭოთა კავშირის. იყო ასეთი გიტლინი იყო. და მოუთხარი ვლადიმერ აფანასიევიჩ მოუთხარი მე არა მაგ ჩემი საქმე მოუთხარი. რატო და ნაკრებს რო დააყენებენ მოუთხარი. რო დადგებიან დილას ნაკრები ხაზზე მე მოუთხარი დამავიწყდება ყველა და მაინც ვინც მომწონს იმის ვავარჯი მოუთხარი. რას ნიშნავს იგი მოუთხარი მე თვითონაც არ ვიცი და ეგ არის პროფესიონალიზმი. ესე იგი ნაკრებს იმას სხვა ხელმძღვანელი ჭირდება. ნაკრებში რო არის მე მაგალითად საბჭოთა კავშირის ნაკრებში ახალგაზრდებში სულ მიძახოდა კოპცევი ოფიციალურად მე მიმაგრებ ნაკრებში მაგრამ ვერ დავდიოდი ხშირად იმიტომ ვერ დავდიოდი რომ ჩემ მოსავლები ადგილზე უკვე თაობები უნდა მეზარდა მე იქ ვნახულობდი მე ჩემ იმას ძირითადად ადგილს ყველა ადამიანი აი ეს ცხოვრებაშია იმის არ იყოს ერთი გადაცემა იყო კახი კავსაძე და ვანო შოუში იყო მისო და სიმღერა რო დააწყებია იმას ვანოს და ვანოს არა აკრობდა რატო მღერი ხარ მომღერალი არა აი ყველა რომ უწევდა რომ არ არის შენი საქმე და ყველა თავის საქმე აკეთოს მაშინ იმკლება ყველაფერი კარგად ახლა მე რომ ვიქნა ნუ დაგაყენეთო საქართველოს ხელმძღვანელად კრივშიო არა მე ჩემთვის გამორიცხულია ეგ არც მაშინ დადიანი გარდაიცვალა არც მაშინაც მეუნებოდნენ უფროს მწვრთნელად არა ეს ჩემს მე გოიგონო და გვაჯობიო რესპუბლიკა სჭირდებიო იქ დამოკიდებულება ხალხთან ახალგაზრდა ბიჭი ხარო და ყველასთან თავშირი გაქვთ რესპუბლიკა ჯმოთხა რესპუბლიკას მე ისედაც წამოყო და ვიქნები გავაკეთებ იმას როგორცაც გააკეთებს გოსტრეინე მაგრამ მე არ მინდა ეს თანამდებობა მე თავისუფალი კაცი თავისუფალი და ჩემი ასე ვიღარ სულ ბავშვები და და მოყვები და ძალიან საინტერესო ინდივიდუალური მუშაობა სპორტსმენი იზრდება თავის პირად მწვრთნელთან თავის დარბაზში განაჩენ ნაკრები არის მომზადება იქაც არ უნდა შეუშალონ ხელი და უნდა ეცადონ რომ პირადი მწვრთნელები მოიწვიონ ნაკრებში პირადი მწვრთნელებს მიცემ სეკუნდატობის საშუალება ეს აუცილებელია რასაც აკეთებდა კოპცევი აკეთებდა ამას ძალიან ეს კარგია პრაქტიკაში ამას თუ შეიტანებენ ძალიან კარგი იქნება და ერთი-ორი სიტყვა მინდა კიდევ თქვა რაზე იცით აი საერთოდ საქართველოს კრივს მე ახლა ქუთაისის კრივზე ვილაპარაკე ქუთაისი ჩემთვის კრივია რა ხო და აი დათო კვაჭაძე აი ჩემი კუმირი არის დათო კვაჭაძე მე ჩემზე უფროსია მარტო აი ის კომშრომელი და ის არის ისი ცხონებული ძმა როლანდი იგიც ნათლია იყო ჩემი ბიჭის ცხონოს გვასწა აი დათომ გავხსნა ყველას გზა თელ ქართულ კრივს 27 წელი ხო მანამდე იყო ასეთი მაგმოგრივი ყავდა ნავასარდოვი დარბაისელი გორგასლიძე უდუშაური ნუ დიდი მოგრივები ყავდა მაგას მეორე აზრი არა აქვს მაგრამ 27 წელი ჩავარდნელი იყო კრივს აი დათომ გავხსნა ყველას გზა და მე წამევედით ჩვენ და რაღაცებს და აგერ კიდო გიორგი კანდელაკმა მოკლედ პირველი კაცია ღმერთმა გაუმართლოს რომ მესანათეცა როგორც გავიგე ძალიან ყველას ხელს უწყობსო აგერ კიდო წინა პრეზიდენტი ვინც იყო იმანაც დიდი წვლილი შეიტანა აგერ გიორგი მევიდა კიდო აქ ამხელა საქმეს აკეთებს და პირველი ამხელა მოკრივე ძალიან ეს სიამოვნოს რომ ეს ამხელა მოკრივეები როგორც არიან დათო კვაჭაძე
გიორგი კანდელაკი ამ ხელას შედეგის ხალხი ეგენი წინა პლანზე უნდა იყოს ეგენი არიან ვიტყვიან ეგენი უნდა ჩანდნენ ყველგან სადაც არ უნდა წახვიდები გირამ სოფლიო პირველ ხემენს იცის გუნდ სახლია სოფლიო ჩემპიონი ევროპის ჩემპიონი ეს დიდი რამის კი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი 8 წელი აქვს გაწეული ძალიან ყავს საამაყო მოკრივეები ყავს ის გვაქვს დიდი წარმატებები ქართულ კრივს და არის ეხლაც კარგი თაობაა და დარწმუნებული ვარ რომ ხვალ ზეგ კიდევ უფრო არის ყველანაირი რესურსი იმის რომ უკეთესი და უკეთესი შედეგები დაიდოს ქართულ კრივში და ვერდრებ რომ ის ასე იყოს ზოგადად შვიდობა იყოს შვიდობა კიდევ ჩემო ლევან რა თქმა უნდა პატარა ქვეყანა ვართ და დიდი სულის ხალხი ვართ საქართველოს კაცი საქართველოს არის ეს რიცხობრივად პატარა მაგრამ ნებისმიერ სფეროში არიან წარმატებულები და ეს არ უნდა გავარკვევთ არ უნდა დაიკარგოს წარსული თუ არა მომავალი არ ექნება კაცი წარსული უნდა დააფასო კაცმა რა თქმა უნდა ესეა ყველა სფეროში ესეა სახელმწიფოში და ასეა მათ შორის კრივშიც და მადლობა ღმერთს რომ გვაქვს საამაყო მადლობა ღმერთს რომ გვაქვს საფუძვლები ყველანაირი და აი ამ საფუძვლებზე კიდევ კარგი რაღაცების დაშენება შეიძლება და სწორედ რომ კარგი რამე დავაშენოთ აი ეს საფუძველი არ უნდა მოვანგრიოთ არასოდეს და არ უნდა მოვარყიოთ ჩემო ლევან მე ჩემი ბოლო მოღვაწეობა აი კრივში რო თქვა რა ჩემი თაობა რომელიცაც მე დავამთავრე მუშაობა ეს იყო 74-75 ასაკის დროს დაბადებული ბიჭები აი კარგი თაობა იყო სხვათა შორის იყო ეს კობა ჯაილავა კარგი იყო ძალიან ის ნაგრებში იყო პატარებშიც და ახალგაზრდებში ნაგრებს საბჭოთა კავშირის ნაგრებშიც შეიძლებოდა უკვე აყვანა მაგრამ უკვე კავშირი იშლებოდა საქართველოს ნაგრებში იყო პრიზიორი იყო საბჭოთა კავშირის პირველობის ძალიან კარგი იყო ძალიან გულიანი ბიჭი იყო აგერ კიდევ მაგთავების მაგაზე ცოტა უფროსები ეს ძმები გოლეთიანები ძალიან კარგები იყვნენ ასე რომ მოკლედ კარგი ბიჭები ყავდა აი უკვე ემზადებოდნენ რა უკვე დიდი კრივიზა და ნუ დაიშალა საბჭოთა კავშირი და პატარა ვიტყვენ აირია ყველაფერი მე მყავდა კიდევ ძმები გელენძები ძალიან კარგი მომავალი ჰქონდათ ემათ მაგრამ ნუ რაც მოხდა გავანები მე გამოვედი ნუ დავცილდი კრივს ვიტყვი ძალიან ბევრი კარგი ბიჭები ცხონებული ეს მიხო კიდევ მინდა ახსენო რომ ძალიან კარგი იყო კარგი ბიჭი იყო როგორც მოკრივე და როგორც ადამიანიც ნუ საჟალენია ვიტყვენა ასეთ რამე მოხდა და რა უნდა ვთქვა ასე რომ ძალიან ბევრი და ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა კიდევ კრივში ჩემგან მაგრამ ასე მოხდა რომ ცხოვრება ადამიანს თავის სხვადასხვა მომენტებს უქმნის რომ ჩემთან ასე მოხდა დღესაც რა თქმა უნდა მე კიდევ შემიძლია ბევრი რამის გაკეთება როგორც მწვრთნელს როგორც ხელმძღვანელს რა თქმა უნდა უკვე ახალგაზრდები არიან და ახალგაზრდა უნდა იმუშაო და მე ადრესაც არ ვიკლავდი თქვი იმის არ იყოს რომ ხელმძღვანელობას თავს არავითარი სურვილი არ მქონდა ჩემ სკოლას მიხსნიდან იგიც უარი თქვი და სკოლები არსებობდა რაღაცაჯერ იყო ამ სკოლების გახსნა მე იგიც იყო რომ ჩემ ნაშრომზე ოლიმპური სკოლების გაიხსნა დაემატა ნუ მოკლედ ვთქვათ პატარა რაღაც წვლილი მაქვს რა ვთქვათ ქუთაისურ კრივში ასე რომ მადლობელი ვარ ყურადღებისა მადლობელი ვარ რომ არ მივიწყებთ twin გამომჩა კიდევ ბოდიშს მოვხვდი მწვრთნელებსაც და მოგრევებსაც ნუ ასაკი თავისაშობა და ვერ მოვიწყდება ბევრი დრო ბატონო ვალერი ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ამოუწურავია მე ვატყობ რომ ძალიან ბევრი გაქვთ დასახსენებელი ძალიან ბევრი გაქვთ სათქმელი ძალიან ბევრი რამ გესმით გინახავთ გადაგიტანიათ გამოგიცდიათ ზოგადად კრივში
საინტერესოა თქვენი ხედვებიც, საინტერესოა ის თქვენი წარსული შესახებ გამოთქმული მოსაზრებებიც, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ ნახონ თანამედროვე ახალგაზრდა მწვრთნელებმა, ახალბედა მოკრივეებმა, რომ რა ხდებოდა მაშინ, როგორი სიტუაცია იყო თუნდაც და თქვენი სიტყვებით, მათ შორის მეც ბევრი რამე გავიგე, ახალიც ბევრი რამე გავიგე. ყურადსაღები უნდა იყოს დარწმუნებული ვარ ყველასთვის და იქნება კიდეც და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ გამონახეთ დრო ჩავგვერთეთ აი ასეთ ფორმატში ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე და დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან ბევრი რამე სათქმელიც დაგვრჩა ამოუწურავია ზოგადად თემა და თქვენ მით უმეტეს იმდენად იყავით მაქსიმალურად და ხართ დღემდე ჩართული და ისეთი ფანატიკურად შეყვარებული ხართ ამ სპორტზე რომ ძალიან ბევრი დეტალები და ბევრი რაღაც შეიძლება ყოფილიყო თუმცა იმედი მაქვს რომ საომავლოდაც ჩვენ კიდევ მოგვეცემა საშუალება სხვადასხვა დროს ვისაუბროთ ხოლმე ქართული კრიზზე, მსოფლიო კრიზზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ზოგადად აი თქვენაერ გამოცდილი ადამიანის მიერ გაკეთებული თითოეული შეფასება. მინდა გავამახვილო ყურადღება აი ჩემ მოსწავლეებთან ერთად ახლოში იზრდებოდა თენგიზ მესხაძე. ის პირადად ჩემი მოსწავლე არ იყო, მაგრამ ბოლოს ჩემთანაც ვადიშობდა. აი ზრდო იტყვიან აი ტექნიკური კრივი აი ქუთაისური კრივი ხედავდი იმაში აი თენგიზ მესხაძეში და შედეგიც კარგი გააკეთა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ნუ მაშინი იმას ესენგე დაარქვეს ბოლო შეჯიბრი იყო საბჭოთა კავშირის პირველობის და დაარქვეს ესენგე მანამდე პრიზიორი იყო რამოდენიმეჯერ ცხენვალე მოგრივე როგორც მწვრთნელი კარგიც დადგა მაგრამ რატომღაც ახლა კრივში არ არის და მე გვირს ამასენად ვესაუბრე და მითხრა რომ ჩემი პატარა დარბაზი მინდა გავაკეთო და გავაგრძელო შრომა და მე მჯერავს რომ ის თვითონ იშრომებს იგი როგორც ახლა ამიხსნა შეუძლია კარგი მოგრევები გაზარდოს ალბათ მოусმენს ამას და გეიგებს რომ აუცილებელია რომ იქ კრივში იყოს სადღაც დაცილებული არის აქ კიდევ სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს ჩემი მოსწავლე დავით ფურცხოველიძე ძალიან ტექნიკური მოგრევე იყო ძალიან კარგი მოგრევე იყო სპორტის უსტადი არის ჩემ გვერდით დგას სულ ჩემთან არის მოკლედ კიდევ რა არის რაშია საქმე იცით კიდევ ბევრი პიროვნებები ვერ ჩამოვთვალე მაგალითად ისეთი მწვრთნელები რომელსაც კიდევ ბევრი ღვაწლი აქვს კრივში ნუ ყველას ვერ ჩამოვთვლი დამეტანი ამ პატარა ქვეყანაში ძალიან ბევრია აი მაგალითად თქვა კაცმა აი კრივი დიდი ხანი არ არის რომ გორში არსებობს ეს რომ ავთოს ხვაწლი არ მინდა და უბრალოდ ამ ხელა მოკრივე გაზარდა აკეთ ტიპორიშვილი ამ ხელა მოკრივე გაზარდა არ გამიგო ცუდად ყველას ვერ ჩამოვთვლი კი ამას ზოგადად ჩვენ გადაცემებში ხშირად არის ხოლმე რომ ყავს და ყველამ უნდა გაიგოს რომ შეიძლება საუბარში ვიღაცა მადლობა ღმერთს რომ ძალიან ბევრი წარმატებული კარგი და ისეთ სპორტსმენია მაგრამ ხშირად ხდება რომ ვიღაცა ყოველთვის ვიღაცა მაინც გამოგრჩება და ამიტომ ამის გამო არავინ არ უნდა გვიწყინოს არც მე და არც თქვენ რომ შეიძლება ამ მომენტში ვერთქვი თუმცა ყველა გვახსოვს ყველა გვიყვარს ყველას პატივს სცემ და რა თქმა უნდა არავის ღვაწლის დაკარგვა და დაკნინება არც თქვენ არც ჩვენ და არც არავის არ უნდა პირიქით ჩვენი მიზანია ყველას ღვაწლის წამოწევა და წარმოჩენა მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენ საქმიანობაში თქვენს იმ პატარა ხელოვნებაშიც საკრივო კუთხითაც თქვენ ხუთ შვილიშვილთან ერთად და ყველაფერი კარგი ძალიან დიდი მადლობა რომ გავუნახეთ დრო და ეწვიათ ჩვენს გადაცემას მადლობელი ვარ ყურადღებისთვის მადლობელი ვარ რომ არ მივიწყებთ კარგად იღავით